კაი, სანამ დავიწყებთ მანამდე თუ კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ რა კაი, მოდი მაშინ მე გაგეცნობით ახლა ეს პრეზენტაციასაც ცოტა ხანში დაინახავთ და თან გაგეცნობით და თან ჩვენი თემა არის ციფრული ოქროს მაძიებლები, ჩვენ ციფრული ოქროს მაძიებლები. მე რაც შემეხება, ანუ მე ვარ ანან მასპანიძე, ვარ პროგრამისტი, უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, ვარ ვებ დეველოპერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაკეთებ საიტებს. ჯერჯერობით დაახლოებით 4 წელი არის, რაც პროგრამირებაში გადმოვედი და 4 წელიწად წინ დავიწყე სწავლა ამ თემის და იმის მერე ვარ ვებ დეველოპერი, მაგრამ ახლა უფრო მეტად მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტის თემა და ვაპირებ, რომ რაღაც პერიოდის მერე, როცა შევძლებ ამ სფეროში გადავიდე. რაც ძალიან კარგი არის, ესეთი ერთ-ერთი საინტერესო და ესეთი მომავლის პროფესია არის. მინდა ცოტა ვცლად გელაპარაკოთ ჩემი ისტორიაზე, იმიტომ რომ ეს თემა რაც გვაქვს რეალურად არ არის ისეთი თემა, რომელსაც უბრალოდ მე რაღაცებს გირჩევთ და თქვენ ეს უნდა დაიჯეროთ, ანუ რასაც მოგიყვებით, მინდა რომ ყველაფერს თან უკან კონდეს რეალური ისტორია, რაც მეც გამომივლია და ძალიან კარგი იქნებოდა თავის დროზე, რომ ჩემთვისაც რაღაცები ესწავლებინა, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ასწავლიდა კიდეც, მაგრამ მაშინ არ უსმენდი. კაი, რაც შეეხება ჩემ განათლებას, ესეც ერთ-ერთი ისტორიის ნაწილი არის, რაც ამ თემას ეხება. დამთავრებული მაქვს TSEUS ბიზნესის ადმინისტრების ფაკულტეტი, რომელიც ხო მაგაზე მე დაგელაპარაკებთ, რამდენად კარგი იყო. ნახევრად მაქვს დამთავრებული კიდე დაახლოებით იგივე სპეციალობის მაგისტრატურა და ბოლოს მაქვს დამთავრებული პროგრამირების კუთხით JPA სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ერქვა ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერია, რომელიც რეალურად ცოტა ესეც სახელი ჰქვია, მაგრამ პროგრამირება იყო. შემდეგ რაც შეეხება სამსახურს, ანუ სადაც ახლა მუშაობ, ეს ადგილები არის, ახლა ჩართული ვარ X პროექტში. ვარ ლექტორი ჯეოლაბში და JPA-ში, თუმცა ცოტა ხანში ჯეოლაბიდან გადმოვალ უნილაბში. უნილაბში და ჯეოლაბში ვასწავლი პროგრამირების ერთ-ერთ ენას, რომელსაც ქვია C# და JPA-ში ვასწავლი ბაკალავრებს და მაგისტრებს ვებ პროგრამირებას, ანუ საიტების აწყობას, ოღონდ ვიზუალურ მხარეს, ანუ ფრონტენდს. ასევე მუშაობ ელექტრონული ტენდერების კომპანიაში, რომელსაც ქვია eTenders-ში. ასევე მუშაობ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ პროექტზე, სადაც ვარ პროგრამისტების ჯგუფის ხელმძღვანელი. აქ თან ლინკებიც არის ჩასმული და შეგიძლიათ რომ ამ ლინკებზეც გადახვიდეთ. და ეს პროექტი არის ძალიან კარგი პროექტი, მინდა რომ თქვენც გითხრათ, არის პროექტი, რომელიც გულისხმობს თავის-თავში მოსწავლეებისთვის ელექტრონული რესურსების შექმნას. ანუ რაღაც თემებზე ისწავლიან არა წიგნებიდან, არამედ კომპიუტერიდან, რომელიც უფრო აინტერესებთ და ისწავლიან თამაშით, რაც ასევე ძალიან კარგი არის, მათთვის საინტერესო, მათთვის გასაგები ენით და ესეთი ვიზუალებით, რომელიც უფრო მოსწონთ ხოლმე. და ყველაზე დიდი აქცენტი არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომელიც გვექნება, რაც ნელ-ნელა სექტემბრიდან უკვე სკოლებში შევა და ძალიან საჭირო არის და ჩემი დღევანდელი თემაც იდეაში ნაწილობრივ იმას ეხება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ პერიოდში ვცხოვრობთ, მაინც კომპიუტერთან მუშაობა იმდენად დიდმა პროცენტმა ჩვენი თაობის ან ჩვენი პატარა თაობის ხალხმა არ იცის სამწუხაროდ, ამიტომ მაგასაც ემსახურება და ეს თემაც სკოლაში შევა. ასევე ვარ დეველოპერი chatbot-ების კომპანიაში, სტარტაპში, რომელსაც ქვია anima-chatbot.com და საერთოდ სხვა სფეროს, ლიტერატურული სფეროს კონკურსი არის, ესეთი აქ მიწერია სახელი. ამ კონკურსის თანაორგანიზატორი და რედაქტორი ვარ. ეს კონკურსი შეიძლება გაგიგიათ, პირველ წელს ერქვა ამას თაობა ელი, შემდეგ ერქვა პლანეტა რიდმორი და მოკლედ ძალიან კაი პროექტი არის და მათ შორის თუ არ ვწდები თქვენთვისაც უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტები არ ვიცით, ამიტომ ესეც შეიძლება დაგაინტერესოთ რომელიმე თქვენგანს. ამდენს იმიტომ ლაპარაკობ ჩემს განათლებაზე და ჩემს სამსახურებზე, რომ მინდა გაჩვენოთ თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და რამდენად ერთდროულად ბევრ პროექტზე შეიძლება ვიმუშაოთ, თუ გვაქვს არჩეული ისეთი პროფესია, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს.
ვისთვის არის ეს ჩვენი ლაივი? ალბათ მნიშვნელოვანი თემა არის. პირველ რიგში, ეს არის ძირითადი ორი კატეგორია. პირველ რიგში არის ეს ლაივი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ეძებენ თავიანთ ადგილს, ეძებენ პროფესიას, შეიძლება ეძებდნენ სამსახურს, მოკლედ და ვინც არ იცის რისი კეთება უნდა. და მეორე კატეგორია არის ადამიანები, რომელსაც აქვთ უკვე არჩეული რისი გაკეთებაც უნდათ, შეიძლება ვიღაცა უკვე სწავლობს, ან ვიღაცა უკვე მუშაობს კიდეც, მაგრამ არ მოსწონთ ის შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, ან რამე კურსი, ან სამსახური, რომელშიც ახლა არიან და ფიქრობენ, რომ არ არის მათთვის ეს სფერო. ძირითადად ამ ადამიანებისთვის არის და ამ ადამიანებს მექნება რაც პატარა რჩევები, რომელიც მე თვითონაც ორივე კატეგორიაში შევდიოდი და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ასე ვთქვათ, გამოვძვერი ამ სიტუაციიდან, მაგას მოგიყვებით თან. ეს არის ჩვენი თემები. გავიგებთ რატო დაერქვა ამ ლაივს ციფრული ოქროს მაძიებლები და რა არის ეს ციფრული ოქრო. გავიგებთ როგორ უნდა მოვიპოვოთ და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოპოვების უნარი რო გქონდეს დღეს, არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ნებისმიერ თუნდაც პირადი ცხოვრებისთვის. როდის გვჭირდება მისი მოპოვება, რატომ დავეძებოთ მაინც და მაინც დამოუკიდებლად და რატო არ შეიძლება რო თქვა სხვები დავიხმაროთ მის ძებნაში, სად უნდა ვეძებოთ, როგორ უნდა ვეძებოთ და როდემდე უნდა ვეძებოთ. როდის ხვდებით, რომ დამთავრდა ჩვენი ძიება. და იქნება რეალური მაგალითები და იქნება ასევე პროგრამირების პროპაგანდა, იმიტომ რომ ჩემი პროფესია არის ძალიან მომწონს და ძალიან მინდა რომ ბევრმა გაიგოს რამდენად კაი პროფესია არის. შემდეგ, რა არის ციფრული ოქრო, ახლა რატო დავარქვი? მინდოდა რომ რაღაცა ისეთი სახელი ისეთი სახელი ყოფილიყო, რომელიც ძველი პროფესია არსებობდა და ახლა რაღაცა სხვანაირად მინდოდა რომ ეგ შემომეტრიალებინა და რაღაც დღევანდელ ჩემ თემასთან რაღაცნაირად დამეკავშირებინა. რამდენიმე ვერსია მქონდა, საბოლოოდ ამაზე შევჩერდი და მოგიყვებით ხა რატო დავაკავშირე მაინც და მაინც. რეალურად ჩვენ ვიცით რომ ადრე არსებობდა ესეთი პროფესია, საქმე, მისწრაფება, რაც გნებავთ ის დავარქვათ, ოქროს მაძიებლობა. და იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ შეეძლოთ, რომ რაღაც ადგილებზე მისულიყვნენ, წაეყვანათ გუნდი, იცადათ და აღმოეჩინათ ეს საბადოები, მოეპოვებინათ ოქრო და რისთვის ჭირდებოდათ ეს ოქრო. ყველას რა თქმა უნდა თავისი მიზანი აქვს, ხო? მეც ჩემი მიზანი მაქვს, თქვენი მიზანი გექნებათ. რაში ჭირდებოდათ? ძირითადად ალბათ იმისთვის, რომ არ ვიცი რაღაცა ქონება დაეგროვებინათ, რომელიც მათ მიცემდა რაღაც თავისუფლებას. ან რაიმე სხვა მიზნის გამო, მაგას უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ჩვენი მიზანი. მაშინ ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს მოეხერხებინოს, ჭირდებოდათ ხოლმე რაღაც რამდენიმე კომპონენტი, ხო? ჭირდებოდათ გუნდი, ჭირდებოდათ ინფორმაცია, ადგილი, სადაც უნდა მისულიყვნენ დაეძებნათ, რაღაც გამოცდილება და ასე შემდეგ. ცოდნა და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი რომ რაღაც დიდ კატეგორიაში გავაერთიანოთ, მთავარი რაც გვჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ ნებისმიერ რამე გავაკეთოთ, ეს არის ინფორმაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ რეალურად ცოდნაც და გამოცდილებაც ინფორმაცია არის. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს ოქრო, რომელიც მაშინ რეალურად ოქრო იყო, ამის მასაკვირებლად საჭირო იყო ინფორმაცია და დღესაც იმისთვის, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიოთ, ასევე გვჭირდება ინფორმაცია. ციფრული ოქრო დავარქვი დღევანდელ დღეს იმას, რასაც ვეძებთ, ხო? შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ისეთი პროფესია, რომელიც მოგცემს საშუალებას ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა, ან ისეთი სამსახური, ან ისეთი საქმე, ან რაღაცა სხვა მიზანი, რომელიც გაგვაბედნიერებს და რომლის მიღწევის შემდეგაც ვიქნებით კარგად. ამას დავარქვათ ციფრული ოქრო, ჩვენ ბედნიერებას. აქედან გამომდინარე, თუ დაუშვებთ იმას, რომ ნებისმიერ საქმისთვის მთავარი და ესეთი საბაზისო არის ინფორმაცია, შეგვიძლია ასევე დაუშვათ ისიც, რომ ინფორმაციის მოპოვების უნარი, რომელიც ძალიან კარგი უნარი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ არა მხოლოდ პროფესიულად ვიყოთ კარგად და წარმატებულები, არამედ ზოგადად ისედაც ვიყოთ კარგად, თუნდაც პირად ცხოვრებაში. ამიტომ ჩემი მესიჯი, მთავარი მესიჯი, რაც იქნება დღეს, არის ის, რომ უნარების უნარი, ან ძალიან მაგარი და კარგი უნარი, რომელსაც ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, რომელიც საერთოდ არ მქონდა და მე ცოტა მქონდა და მე უკვე კარგად მაქვს, არის ინფორმაციის
მოძიების უნარი. ოღონდ არა მხოლოდ უბრალოდ ინფორმაციის მოძიების, არამედ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი. და მთელი ამ ჩვენ დღევანდელი ლაივის განმავლობაში ვილაპარაკებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი რო გქონდეს ადამიანებს და რატომ მაინც და მაინც დამოუკიდებლად და რატო შეიძლება რომ თუნდაც ვიღაცები დავიხმაროთ. ხო, ნუ ახლა იმ თემებთან რაც თემები რო ჩამოთვალეთ თავიდან და მივყვეთ ერთ-ერთს, როდის გვჭირდება ეს ინფორმაცია. ძირითადად ინფორმაცია გვჭირდება მაშინ, როცა გვინდა რომ რაღაცა შევცვალოთ, ან როცა გვაქვს რაღაცა ცვლილება, ან რაღაც სიახლე, ნუ იდეაში სიახლეც შეიძლება რომ ცვლილებაში ჩაითვალოს. მაგალითად, ნუ პირველი კომპონენტი, პირველი ნაწილი უფრო მეტად სწავლასთან დაუკავშირა და შემდეგ მუშაობასთან, იმიტომ რომ ძირითადად ეს თანმიმდევრობა გვაქვს ხოლმე. პირველი რა დროს გვჭირდება ინფორმაცია, როცა არ ვიცი რის იკეთება მინდა. ანუ დავამთავრე სკოლა, ან ვამთავრებ, ან უკვე დავამთავრე, არ აქვს მნიშვნელობა და ვიცი რომ იმისთვის რომ დამოუკიდებელი ვიყო მჭირდება ფინანსური დამოუკიდებლობა და იმისთვის რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყო მჭირდება რაღაც სამსახური. იმისთვის რომ სამსახური მქონდეს მჭირდება ცოდნა, გამოცდილება რაღაც სფეროში. მაგრამ რის იკეთება მინდა არ ვიცი. ანუ რაღაცები მომწონს, მაგრამ არ ვიცი ეს საქმედ და პროფესიად როგორ შეიძლება რომ ვაქციო. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს რომ დავიწყე სწავლა, თქვა რაღაც ავარჩი, ან დავიწყე მუშაობა და ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ველოდი ეს. და შეიძლება მომინდეს ცვლილება ამ ჩემი პროფესიის. და თქვა შეიძლება ველოდებოდი საერთოდ სხვა თემებს და სხვა თემებს სწავლობ, ან რაღაცა სიტუაცია არ მომწონს და ასე შემდეგ. ან მესამე დაახლოებით ის წინასაც გავს, ვფიქრობ, რომ ნუ კი კარგია და მომწონს თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ თქვათ ვარ რაიმე ადგილას, რაიმე კურსს გავდივარ, რაიმე საგანს გავდივარ და ვფიქრობ, რომ ეს საგანი არის ისეთი ტიპის, რომელსაც მე თვითონაც ვისწავლიდი. ან მასწავლიან ისე, რომ წიგნიდან კითხულობენ და ამ წიგნს მეც დავკითხავ, ესე ვფიქრობ, ან ნუ მარტივია და ვფიქრობ, რომ ამას მე თვითონაც ვისწავლიდი. ეს და კიდე რამდენიმე მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს იმის საფუძველი, რომ მე ვიფიქრო და მე დავფიქრდე, რამდენად სწორად ავარჩიე ეს ჩემი პროფესია. აქედან გამომდინარე, ახლა რაზეც გელაპარაკებით ყველაფერზე თან ჩემი ისტორია მაქვს და ჩემი ისტორიასაც მოგყვებით, როგორ იყო ჩემ შემთხვევაში. მეც არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ქონდა სამი ვერსია, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყო. და ბოლოს ავარჩიე ის ვერსია, რომელიც მეგონა რომ ყველაზე მოთხოვნადი იყო და რომელსაც მეგონა რომ ყველაზე მეტად ვიშოვიდი სამსახურებს, რომლებიც მე დამხმარებოდა და რომ მქონდა ჩემი ფინანსები და ყოფილიყავი დამოუკიდებელი. თლად კარგი არჩევანი არ ყოფილა ეს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სხვა წარმოდგენები მქონდა უფრო სწორად, არ ვიცი ეს რისი ბრალია, ვთქვათ, იმისი, რომ საჩემო არ იყო ეს პროფესია, რომელიც ავარჩიე, იმისი, რომ ცუდად დილას გადავწყვიტე მისი სწავლა, თუ ასე შემდეგ, ალბათ უფრო ორივე მიზეზი იყო, მაგრამ თუ პრობლემა იყო ის, რომ მთლიანი ამ დროის განმავლობაში მე ვსწავლობდი და ვისწავლე და დავამთავრე და კიდე ნახევარ მაგისტრატურას ვიარე იმ პროფესიაში, რომელიც რეალურად საჩემო არ ყოფილა. მიზეზი ამისი და ხო ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მე არ მომიპოვებია და არ შემეძლო და არ ვიცოდი როგორ უნდა მომეპოვებინა წინასწარ ინფორმაცია მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ძირითადად ჩემი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და რაღაცა ისა გეგმა იყო ის, რომ დავჯექი ჩემი მშობლები იყვნენ და ერთად ვფიქრობდით, აბა სად შეიძლება რომ წავიდე, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული მიმართულება არ მქონდა, უბრალოდ მქონდა, მაგრამ ის ცოტა ისეთი იყო, არაპერსპექტიული, ასე ვთქვათ რა. ფინანსურად ნაკლებად საინტერესო იყო ის პროფესია, რაც მაინტერესებდა მე მაშინ. მოკლედ, ამ ჩემი მაგალითთან გამომდინარე, მინდა იმის თქმა, რომ იმის გამო, რომ მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მომეპოვებინა ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ცუდად დავხარჯე მთელი 4 წელი ბაკალავრიატის და პლუს კიდე 1 წელი იმ ნახევარი მაგისტრატურის, რომელიც აღარ გავაგრძელე. ძალიან გამიჭირდა თავის დანებება და რაღაცა ვინერვიულე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მე მიღია ამ კუთხით. ანუ ინფორმაციის მიღების გზა, რასაც მე ვაკეთებდი, იყო, რომ ვეკითხებოდი ადამიანებს და
გავიკითხოთ, ესეთი ჩემ მშობლები ქონდათ ეგეთი ტერმინი, რომ გავიკითხოთ, ითხოვთ ვიღაცებს რა ჯობია და ჩვენ ესე გავიკითხეთ და გავაწყვეტეთ, რომ ბიზნესის ადმინისტრირება ჯობდა. რაც არ იყო ჩემ შემთხვევაში კარგი არჩევანი, თუმცა მაინც რაღაცა პრობლემა იყო ეს და თქვენ შეიძლება იგივე პრობლემა გქონდეთ, რომ მე მქონდა პრობლემა ვერ წყვეტდი, რომ დამენებებინა თავი. მეგონა, რომ ასეთი იყო ეს სპეციალობა ზოგადად, რაც არასწორი არის, ან მეგონა, რომ ესე ასწავლიან ყველგან, რაც ასევე არასწორი არის. მოკლედ, ამ ჩემ მაგალითზე და ამ სლაიდზე, რაზეც გელაპარაკეთ, იყო ის, რომ რადგან ინფორმაცია არ მომიპოვებია კარგად და სწორად წინასწარ, ცოტათი დრო გავფლანგე. რაც ცუდია, რა თქმა უნდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ან სწავლებასთან დაკავშირებით, შემდეგ სლაიდზე ამ პრეზენტაციას მე ჩავაგდებთ კომენტარებში. არის ლინკები, საიტები, სადაც შეგიძლიათ რომ ონლაინ ისწავლოთ. ჩემ შემთხვევაში, როცა მე ვსწავლობდი, მაშინ არ იყო იმდენად ცნობილი და იმდენად როგორც ახლა არის სიტუაცია, ისეთი სიტუაცია არ იყო. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ არსებობდა საიტები, სადაც შემეძლო რომ შევსულიყავი და ონლაინ მესწავლა ძირითადად უფასოდ ან ძალიან ცოტა ფასად რაიმე სპეციალობა და რეალურად ეს რომ ცოდნოდა ჩემი გზა იქნებოდა სხვანაირი და თქვენც ან თუ ახლა წყვეტთ რა გზას დაადგეთ ან არ მოგწონთ სადაც ხართ და გინდათ რომ შეცვალოთ ჩემი ყველაზე ისეთი რჩევა იქნება რომ რომელიმე აი ამ ლინკიდან შეგეძლოთ რომ რომელიმე არჩიოთ პირველზე მიწერია რომ არის მხოლოდ პროგრამისტებისთვის, იმიტომ რომ მხოლოდ პროგრამირებასთან დაკავშირებული კურსები აქვთ. აი მეორე მაგალითად არის საკმაოდ კარგი, ანუ მეც გამომიცდია რაღაც კურსები გამივლია. შეგეძლოთ რომ ამაზე სცადოთ. უმეტესობა აქ რაც არის ჩამოწერილი არის ან უფასო, ან აქვს უფასო რაღაც დროის განმავლობაში და ან კიდევ ან კიდევ არის ძალიან იაფასიანი, ზოგიერთ მაგალითად თვეში $10, რაც რეალურად ხა უნივერსიტეტის ფასებთან შედარებით საკმაოდ იაფი არის და სანამ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ცხოვრების 4 წელი და საკმაოდ ხშირ შემთხვევაში დიდი თანხები დაახარჯოთ რაიმე სპეციალობას, რომელიც შეიძლება მე სათქვენ ვარც აღმოჩნდეს, ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ რომელიმე ლინკზე შეხვიდეთ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა საიტებიც, სადაც შეგეძლოთ რომ ინფორმაცია მოეძიოთ და რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული სფერო, რომელიც მეტნაკლებად გაინტერესებთ, გატესტოთ. ეს კურსები, ანუ უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ აი დაახლოებით აი ეს 3-4 საათი რო დაუთმოთ ერთ კურსს და ერთ რაღაცა კონკრეტულ პროფესიას, სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიხვდეთ თუ რამდენად გაინტერესებთ ეს სფერო. განსაკუთრებით აი რაც გითხარით ეს Skillshare-ზე. ეს ყველაფერი არის ინგლისური, რაც ჩამოთვალე, ერთადერთი აი ხანის აკადემია არის, როცა ალბათ ჩემ მაუსი რამდენად ჩანს. ზემოდან მე-4 არის, რომელიც არის ქართულის და ინგლისურის და აი ძალიან ისე მართლა ისე გულით გირჩევთ რა, აი მინდა რომ მეც ჩემთვისაც რაღაცას თავის დროზე ეგერჩია. თუმცა არა უშავს. მოკლედ შეგიძლიათ რომ სცადოთ რაღაც ახალი პროფესიები, რომლებიც არიცით მოგწონთ თუ არ მოგწონთ და ესენი გასწავლიან თქვენ ძალიან კარგად და ძალიან უცებ. და ესე გამორიცხვის მეთოდით შეიძლება რომ მიხვიდეთ პასუხამდე თუ რა გაინტერესებთ. რაც ჩემ დროს მეც რომ მქონოდა კარგი იქნებოდა. უბრალოდ მე რო ჩავაბარე ინტერნეტი მქონდა ახალი ჩართული, მაგრამ და ინტერნეტი არც მქონდა საერთოდ. როდის გჭირდება ინფორმაცია, ხო მეორე ნაწილი უკვე სამსახურებს რაც შეეხება, ვინც უკვე მუშაობთ, ან ვინც აპირებთ, ან ხუნუოდეს მე იმუშავებთ, ამაზე მინდა რომ განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად, ყველაზე დიდი სირთულები მქონდა აი ამ სლაიდზე რაც არის ჩამოწერილი. ხო, როდის გჭირდება ცვლილება, როცა მუშაობთ. პირველი, როცა არ მომწონს ჩემი ანაზღაურება. ახლა აქ რაც არის ჩამოწერილი, მე მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა, რომ მეც როგორც ალბათ ბევრ თქვენგანს, სანამ გადმოვიდოდი პროგრამირების სფეროში, რამდენიმე წელი ვიმუშავე მენეჯმენტში, მარკეტინგში, გაყიდვებში და მსგავსი ტიპის კომპანიებში და სულ მქონდა იმისი პრობლემა, რომ არ მომწონდა ჩემი ანაზღაურება. ახლა ნუ მაშინ ძალიან დიდი პრობლემები მქონდა თავდაჯერებასთან დაკავშირებით, საერთოდ საკუთარი თავის არ მწამდა და არ მჯეროდა. ახლა რო ვუყურებ
მართალი ვიყავი, როდესაც ფიქრობდი, რომ ჩემი ანაზღაურება იყო ძალიან დაბალი იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებდი. თქვენს ანუ თუ ფიქრობთ და ამბობთ, რომ თქვენი ანაზღაურება არის დაბალი, ჩემი აზრით მართალი ხართ. ამიტომ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც გეტყვიან, რომ შეიძლება ზედმეტად ფიქრობ, რომ უფრო კარგი ხარ ვიდრე ხარ, ან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო და სხვას რას ელოდები, ყველას დაბალი ხელფასი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ისევ ჩემი კიდე ერთ-ერთი რჩევა იქნება, რომ არავის არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ ჩემ პირად მაგალითს ეგეუბნებით, ვერც კი წარმომედგინა მაშინ, რომ შეიძლებოდა ისეთი სამსახური მქონოდა, ну, ჩემ შემთხვევაში სამსახურები, რომლებიც ამდენად კარგი იქნებოდა ჩემთვის და ამდენად მომეწონებოდა და ამდენად ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ასეთი სამსახურები მაქვს. ან მაშინ ვერც კი წარმომედგინა და იგივე ანაზღაურების კუთხითაც მაშინ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა, რომ ადამიანური მუშაობით, რომელსაც არ ჭირდება ყველა ღამის გათანება და შაბათ-კვირას მუშაობა და აბსოლუტურად ყველაფერი, შევძლებდი, რომ ასე ყოფილიყავი. ამიტომ არ განებდეთ მოკლედ და არ იფიქროთ, რომ ყველა ასეა, ყველა ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ სათქვენო პროფესია გაქვთ მოსაძებნი ჩემი აზრით. მეორე, ასევე ჩემი პრობლემა რაც იყო, რატო ვერ ვცვლიდი ვერაფერს, იყო რომ სამსახურიდან წამოსვლის მეშინოდა, მაშინ და ვფიქრობდი, რომ თუ სამსახურიდან წამოვიდოდი, ახალ სამსახურს ვერ ვიპოვიდი. რადგან ახლა ძალიან მეცინება, იმიტომ რომ იცით, ანუ როგორი ის არის, იმდენად ახლა იმდენად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი პროფესია ვიცი და იმდენად ასეთი ხელჩასაჭირი და რეალური პროფესია მაქვს, თან რომელიც მოთხოვნადი არის, რომ აი საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შეიძლება დამიდგას ის პერიოდი, როდესაც სამსახურის შოვნა გამიჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ, რა ვიცი, ძალიან ხშირად მირეკავენ და მწერენ და მთავაზობენ სამსახურსაც ასევე მოქმედებს ამ ჩემს ხედვაზე ამასთან დაკავშირებით. რაც ძალიან საინტერესო და კარგი არის. შემდეგი არის, რომ ხშირად ასევე ვფიქრობთ, რომ მუშაობთ ბევრს, მაგრამ არ გვაფასებენ. ეს მივიდეს ხელმძღვანელთან და უთხრათ, რომ იცი რა, მე ბევრს მუშაობ, მაგრამ რატომღაც ჩემი ხელფასი არის იგივე, როგორიც არის სხვა დანარჩენი ადამიანების ხელფასი, რომლებიც იგივე პოზიციაზე მუშაობენ, მაგრამ ნაკლებს. ესა შემთხვევაში მან შეიძლება გითხრათ, რომ თქვენ არასწორი ხართ, ან ვინმე სხვამ გითხრათ, რომ არასწორი ხართ, მაგრამ აქაც იგივეს გეუბნებით. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ესე არის, მე მგონია, რომ ასე არის, ამიტომ თქვენ იდეებზე და თქვენ აზრებზე უარი არ თქვათ არასოდეს. და ეს დაფასების პრობლემა ასევე ნამდვილად გვაქვს უმეტეს პროფესიებში, მე სადაც ადრე მიმუშავია იქ ყველგან ასე იყო სამწუხაროდ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ასე ნამდვილად არ არის. შეიძლება გვეშინოდეს სიახლეების, ან გვეშინოდეს თქვათ ახალი პასუხისმგებლობის აღების და გვეშინოდეს, რომ ვერ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც თქვათ გვთავაზობენ ახალ სამსახურში. ესეც ძალიან ხშირი მომენტი არის და მეც მქონია, რომ ამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად ამისი გადალახვა მომიწევ, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ რაღაც ესეთი ძალიან ახალი რაღაცების მიმართ და ახალი პასუხისმგებლობის მიმართ და ახალი საქმის მიმართ ყოველთვის მქონდა ხოლმე შიში, მაგრამ ესეც ანუ რამდენჯერმე ერთხელ და ორჯერ რო გაბედავთ, უკვე ამის მერე ქრება და იმდენად ქრება, რომ აი ხანდახან შეიძლება ვფიქრობდეთ, აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე როგორი ვიყავი და ძალიან მაინტერესებს, ანუ როგორ შეიძლება, რომ ვიღაცას ელაპარაკო და ეს იდეები მართლა გულთან მიუტანო, რასაც ახლა მეგეუბნებით, რომელიც გამოიწვევს მასში იმ ძალას, რომელიც მიიყვანს თავის გზამდე, ასე ვთქვათ. და თუ ვიპოვე ოდესმე გზა, როგორ შეიძლება, რომ მე როგორც ვიყავი ისეთ ადამიანებს ვესაუბრო ისე, რომ ახლა როგორც ვგრძნობ თავს ისე გახდნენ, აუცილებლად გაგიზიარეთ თქვენც. ხო, ну თავდაჯერების პრობლემაც ხშირად არის ხოლმე, ასევე ჩემი პრობლემა. უბრალოდ ამ შემთხვევაში, ან ჩემ შემთხვევაში ამის გადაჭრის გზა აღმოჩნდა ასეთი. მას შემდეგ რაც შევიცვალე პროფესია და
ვიპოვე ის საქმე, რომელიც მართლა მაინტერესებს და რომელიც გამომდის და რომელიც არის ისეთი, რომ სხვებს ჭირდებათ და არის მოთხოვნადი პროფესია, რადგან პროფესია არის მოთხოვნადი და კადრი არის შედარებით ცოტა, უფრო მეტად ფასდება ასეთი პროფესიის მქონე ადამიანი და რაც უფრო მეტად ფასდები, მით უფრო გემატება თავდაჯერებულობა. შესაბამისად, ჩემ შემთხვევაში, აი ამ სფეროში, პროგრამირების სფეროში გადმოსვლამ გამოიწვია ის, რომ დავინახე, რომ თურმე რაღაც შემიძლია, თან შემიძლია კარგად, თან სხვაებიც ამას ამბობენ და ამ ყველაფერმა შემცვალა არა მხოლოდ პროფესიულად თავდაჯერების კუთხით, არამედ სხვა კუთხითაც, პირად ცხოვრებაშიც, მათ შორის ჩემი თავდაჯერებულობის დონე ძალიან გაიზარდა და რეალურად როგორიც ყოველთვის უნდა მქონოდა, ისეთი გამიხდა ახლა. მე შინია შეცდომის დაშვების, ასეთ შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც თქვათ რაღაც ნაბიჯს არ ვდგავთ და ცვლილებისკენ არ მივდივართ. ესეც ხშირად ყოფილა უბრალოდ აი შეცდომებზე მინდა გითხრათ, რომ აი ვიცით ახლა TBC-ის ქონდა კამპანია შეცდომები მოსულა და აი როგორ გითხრათ რა, მე პირიქით ყოველთვის ამას ვიძახი, რომ ძალიან მიყვარს, არ მიყვარს ხო, მაგრამ რაღაც სიხარულით ხვდები თითქოს, როდესაც რაღაც არ გამომდის, ან როდესაც რაღაცა შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ ანუ რატო არის შეცდომა ცუდი? შეცდომა არის როგორც გაკვეთილი დაახლოებით. თუ რაღაც შეგეშალა, შემდეგ ჯერზე, როდესაც ამას გააკეთებ, გეცოდინება, რომ ეს გზა არ უნდა გაიარო, რაც ფიქრობ, რომ უფრო კარგი არის, ვიდრე როცა საერთოდ არაფერი არ იცი და ნებისმიერი გზით შეიძლება რომ ზახვიდე. ამიტომ როგორც უკვე ეს იცით, უკვე ძალიან დიდი ხნის კამპანია არის, შეცდომები მოსულა, არანაირი პრობლემა შეცდომის დაშვებაში არ არის, უბრალოდ თავი არის, რომ არ გქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ყველაფერი პირველივე ჯერზე გამოგვივა. პირველივე ჯერზე არაფერი არ გამოგვივა დიდი ალბათობით, თუ გამოგვივა ძალიან კარგი. მაგრამ, რა ვიცი, მოკლედ არ შეგოშინდეს, ცადოთ მანამ სანამ არ გამოგვივა, თუ ეს არის ის საქმე, რომელიც გვიყვარს და ოდესმე აუცილებლად რაღაცა გამოვა. აი აუცილებლად ისევ ჩემ მაგალითზე გეუბნებით. და ბოლოს ცოტა ისეთი არის, მე შინია უფროსების ქვია. ამაზე მინდა გითხრათ, რომ ანუ საერთოდ ჩვენი რაღაც სისტემები, როგორც სამსახურების, ისე განათლების, ისე ზოგადად ქვეყანა, როგორც გვაქვს მოწყობილი, არის აწყობილი რაღაცა ძალიან იერარქიულ ამბებზე და არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ და არსებობენ ამათი ხელმძღვანელები და არის არც ისე იშვიათი შემთხვევა, როდესაც შეიძლება ეს ხელმძღვანელი რეალურად ისეთ საქმეს არ აკეთებდეს, როგორცაც მისი დაქვემდებარებული, უბრალოდ ისეთი იმიჯი ჰქონდეს, რომ თითქოს ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. ესეთ ადამიანებთანაც ძალიან ხშირად გექნებათ შეხება. გაიცნობთ ადამიანებს, რომელთა საქმეც თქვენ იცით და იცით, რომ თქვენ უფრო მეტს მუშაობთ ვიდრე ის ადამიანები, მაგრამ ისინი უფრო მეტად ამბობენ, რომ ბევრს მუშაობენ. ესეთები შეგხვდებათ აუცილებლად, ჩემი რჩევა იქნება, ვიცი, რომ ეს ზოგიერთი ადამიანისთვის რთული არის და ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია, რომ აფიშირება გაუკეთოს თავის თავს და თავის საქმეს, მაგრამ თუ ამას ისწავლით, ბევრად კარგი იქნება თქვენთვის, რა თქმა უნდა, რაც ისეთ ფარგლებში. რომ თლად თავდახილებაც არის არათ ხოლმე, ესეც ჩემი ძალიან დიდი შეცდომა არის, არასოდეს არაფერს არ ვამბობდი და მოკლედ თქვით ხოლმე, არაფრის არ შეგეშინდეთ, ნებისმიერი თქვენი ხელმძღვანელი იქნება ეს ლექტორი, მასწავლებელი, დირექტორი, სკოლის უფროსი, რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი არის თქვენაერი ადამიანი და როგორი უფლებების და როგორი, ვთქვათ, დონეც და წონაც აქვთ იმათ, იგივე გაქვთ თქვენს, ამიტომ თუ რაიმეს მომოგინდებათ, აუცილებლად თქვით, თუ რაიმე პრობლემა გექნებათ, აუცილებლად ილაპარაკეთ, თუ რაიმე არ მოგწონთ, ასევე აუცილებლად თქვით, აუცილებლად და შეიძლება უბრალოდ ამ ყველაფრის პრობლემა, რაც ახლა ჩამოთვალე, იყოს ის, რომ თქვენ არ ამბობთ, რა არ მოგწონთ. თქვით და შეიძლება ამ თქმამ ეს გამოასწოროს კიდეც. ჩემი მაგალითებიდან გეტყვით, რომ ის მორცხოვასთან დაკავშირებით მქონდა შემთხვევა, როდესაც მე როცა დავიწყეთ საუბარი, ვახსენე პროექტი ლიტერატურული კონკურსი, რომის პირველი სეზონის გამარჯვებული ვარ, მაშინ ერქვა ამას თაობაილი და პრობლემა იყო ის, რომ თავიდან სანამ ამ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი,
მეშინოდა რომ შევცხებოდი, ასე ვთქვა, მეშინოდა რომ რაღაცას ისე არ გავაკეთებდი, როგორც უნდა გამაკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნების კითხვა მიყვარდა ყოველთვის და ეს ამას მოითხოვდა ეს პროექტი და ასევე კარგი მახსოვრობა მაქვს ძალიან და ესეც ვიცოდი რომ მქონდა, მაგრამ აი რატომღაც რაღაც თავდაჯერებულობის პრობლემის გამო ფიქრობდი გავსულიყავი თუ არ გავსულიყავი და მე აი ძალიან დავაძალე ჩემ თავს რომ გავსულიყავი და ძალიან კარგად დამთავრდა იმ თანხით რაც სხვადასხვა რაც მოვიგე ამ პროექტში, ამით ვისწავლე მე პროგრამირება, ანუ თითქმის მთლიანად დაფარა ეს ჩემი კურსის თანხები ამ მოგებულმა თანხამ. და ძალიან ესეთი სიმბოლური არის ჩემთვის ეს პროექტი და ძალიან მიყვარს და ამის გამო ვერთვები. და თქვენც ანუ ამ მაგალითზე მინდა გითხრათ რომ გაბედეთ რა, თქვენ თავს ხელი კარით, იმიტომ რომ თუ ასე არ მოიქცევით ოდესმე, ანუ არასოდეს თავისით ეს თქვენი სიმორცხვე და თქვენი პრობლემა თავდაჯერებულობაში არ მოიხსნება, ამიტომ რამდენჯერმე საჭირო არის რომ თავს თავად დაატანოთ და მერე მიდის თავისით. და ნუ მოკლედ რაც შეეხება სამსახურებს, აქაც საკმაოდ რთული, აი ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მე მესმის ახლა რასაც ვიძახი. ხო, მე რასაც ვიძახი, ხო, კომენტარი არის, ხო, წავიკითხავ. ძალიან დიდი მადლობა თამარ და გიორგი. ხო, ანუ, ხო, კიდევ ერთი რისი თქმაც მინდა, მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა ტიპის თუნდაც საუბარი გჭირდებათ, აუცილებლად მომწერეთ, ანუ ჩემი ის მე მგონი უნდა იყოს ჩემი Facebook-ის ლინკი. თუ არ არის, რომ დამთავრდება ლაივი, დავდებ, ანუ ამ პრეზენტაციის ლინკსაც დავდებ და ჩემი Facebook-ის ლინკსაც. ნებისმიერ რამეზე მომწერეთ, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვინც ჩემნაირ სიტუაციაში იყო, ისეთი როგორშიც მე ვიყავი, რაღაცები მოუყვა, იმიტომ რომ რეალურად ეს არც მთლად ძალიან რთული არ ყოფილა, უბრალოდ დამოკიდებული და დამყარებული იყო, რომ რაღაცები უნდა გაბედო იმისთვის, რომ რაღაცები გქონდეს, რა ცოტა უნდა გარისკო. და კიდევ მოგიყვებით ამ ამბებსაც და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ თამარ გიორგი. და თუ რაიმე დაგჭირდებათ, აი ვინც მიყურებთ, თუნდაც შეგიძლიათ რომ მომწეროთ, თუნდაც პირადად მომწეროთ, ძალიან გამიხარდება თუ რამენაირად მხარში ამოგიდგებით. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება კარგად და ბედნიერად, მით უფრო კარგად იქნება მეც. და ნუ პროფესიას რაც შეეხება, ეს იყო ყველაზე, აი რო ვფიქრობ, ან რაღაცა გადაწყვეტილებები რაც მე მიღია, ზოგი არასწორი ყოფილა, ზოგი სწორი ყოფილა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება რაც მე მიღია, იყო ის, რომ დაახლოებით წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ ბოლო სამსახურში, რომელიც ნამდვილად არის ცუდი სამსახური, უბრალოდ საჩემო არ ყოფილა და რომელშიც უკვე მისვლა აღარ მინდოდა, იმდენად აღარ მომწონდა და იმდენად დიდი დისკომფორტი მქონდა და ეს როდესაც ჩემი სამსახური არ მომწონს, ეს ასევე მოქმედებს ჩემს სხვა ტიპის, სხვა ფლანგზეც, ჩემი ცხოვრების. და მოკლედ, როდესაც მივხვდი, რომ მივდივარ ადგილას, სადაც მისვლა არ მიხარია, მიუხედავად იმისა და ამაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთანაც მე ამას ვჩიოდი, მეუბნებოდა, რომ ყველგან ასეა, აბა შენ რა გონია, ვინ გადაგიხდის ამაზე მეტ ხელფას, ძალიან ცოტა ხელფასი იყო რეალურად იყო ის. მაგრამ ნუ კაი, ვინ გადაგიხდის, საქართველოში სხვანაირად არ ხდება და ასე შემდეგ და ძირითადად რო ვუკვირდებენ თქვენს გეტყვიან ასეთ რაღაცას თუ იგივე რამეს გადაწყვეტ. უბრალოდ არ გაუბრაზდეთ ასეთ ადამიანებს, იმიტომ რომ როგორც წესი მათ არიციან, რომ სხვანაირი პროფესიები და სხვანაირი სამსახურებიც არსებობს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა მე გეუბნებით, რომ არსებობს და წინასწარ კარგად მოფიქრებით. ელენე და ქეთი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად დაფიქრებით და წინასწარ გააზრებით, რა თქმა უნდა, მე არ ვიძახი, რომ ახლა თუ სამსახური არ მოგწონთ, ადექით და ხვალვე წამოდით, მაგრამ შეიძლება მოიფიქროთ და დაგეგმოთ ამ ყველაფრის ნელ-ნელა და ესე ნაკლებად ტრამულად, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება. ახლა მით უმეტეს, როდესაც ეს პერიოდი არის, როცა ყველა სახლში ვართ და ზოგი შეიძლება უკვე აღარც მუშაობთ, ზოგი შეიძლება სახლიდან მუშაობთ და მეტი დრო გაქვთ, ახლა არის აი იდეალური პერიოდი, რომ თუ გინდათ რაიმე ცვლილება, ახლა გააკეთოთ. თუ კონკრეტულად რაიმე სფერო გაინტერესებს და თქვათ ამ ლინკებზე, რაც წინა სლაიდებში
არის ჩასმული ონლაინ სწავლების არ არის საიტი, რომელიც ფარავს, მომწერეთ და მე დაგეხმარებით, რომ მოძებნოთ აუცილებლად. და როგორ წამოვედი ამ სამსახურიდან, რაღაც დროის მერე ძალიან უკვე რომ ფიქრობდი, რომ მიუყვებოდი ამ ყველაფერს და იყო რაღაც ესეთი გარდამტეხი მომენტი, როცა ან უნდა წამოსულიყავი ამ სამსახურიდან და ან უნდა დავრჩენილიყავი კიდე არ ვიცი რამდენი წელი, რაც ცუდი იქნებოდა. გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი ამ სამსახურიდან და მესწავლა ახალი პროფესია. ეს ახალი პროფესია სხვადასხვა ამაში დამეხმარა უკვე ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, რომელსაც მაშინ სწავლობდი და დავიწყე მოძებნა ისეთი პროფესიების, რომლებიც მომცემდა საშუალებას, რომ მაგალითად რაც მინდოდა ძალიან არ მქონოდა ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი, თქვათ. არ ყოფილიყო აუცილებელი საქმის გასაკეთებლად კონკრეტულ ადგილას მისვლა, იმიტომ რომ ქალაქის მეორე ბოლოში ვცხოვრობდი და რეალურად მუშაობდი კომპიუტერიდან და ვერ ხვდებოდი რატო არ შეიძლებოდა რომ სახლიდან მემუშავა. გაკონტროლების და თანხმობა უნდა იაროს კონკრეტულ ადგილას, მაგრამ მაინც, არ მომწონდა მოკლედ რა, ყველა შეგვიძლია რომ რაღაცა არ მოგწონდეს. ამიტომ რაღაცა მიზეზებით ეს რაღაც მოკლედ ინფორმაცია მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ არის რამდენიმე პროფესია, რომლებიც ამ პრობლემებს, რაც მაქვს არსებულ სამსახურებთან, გადამიჭრის. და ერთ-ერთი იყო დიზაინი, ანუ მე ვხატავ ძალიან დიდი ხანი, ახლა ვერ ასამხაროთ, მაგრამ მაგასაც აუცილებლად მოვაგვარებ. და დაუბრუნდები, ხატავ, მაშინ ხარობ მომენტად და გადავწყვიტე, რომ კომპიუტერული გრაფიკა, დიზაინი არ არის თვალ, კომპიუტერული გრაფიკა ამერჩია, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ესეთი ტიპის პროფესია იყო მოთხოვნადი და ძალიან კარგი პროფესია იყო. გადავწყვიტე, რომ ბარემ მაგისტრატურაზე ჩამებარებინა, იმიტომ რომ გრანტი, წინაზეც მქონდა და ეხლა ვიცოდი რა, მქონდა იმედი, რომ გრანტს ავიღებდი. ნამდვილად ეს გრანტი ავიღე და მივდიოდი რაღაც კონკრეტულ უნივერსიტეტში. ახლა არ დავასახელებ მაგ უნივერსიტეტს. მაგრამ რაღაც უნივერსიტეტში იყო კომპიუტერული გრაფიკის კურსი. ეს კურსი არსებობდა მაშინ, როცა მე გამოცდა ჩავაბარე. ავიღე კარგი ქულა, ვიცოდი რომ ავიღებდი გრანტს და ძალიან მიხარობდა მოკლედ და როცა უკვე მოვიდა შიდა გამოცდის პერიოდი, მაშინ მითხრეს, რომ კურსი აღარ არსებობს. ეს არის ის პერიოდი, როცა ასევე გადაწყვეტილი მაქვს და ნათქვამი მაქვს, რომ სამსახურიდან მივდივარ და უკან ვეღარ დავბრუნდები და მივდივარ, იმიტომ რომ მთელი ჩემი დრო მოვახმარო ახალი პროფესიის შესწავლას, რაც ასევე ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ არც დიზაინის და არც პროგრამირების პროფესიები არ არის ესეთი პროფესიები, რომლებიც შეგიძლიათ, რომ შეუთავსოთ 8 საათიან სამუშაო გრაფიკს. არის რაღაცა შანსი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გინდათ, რომ ჩქარა ისწავლოთ ახალი პროფესია, მაშინ ჯობია, რომ მთელი თქვენი დრო ან თქვენი დროის უმეტესობა დაახარჯოთ ამ პროფესიას. და 70 ადამიანი გვიყურებს. ძალიან მიხარია. და მოკლედ ეგ იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ასევე კარგი, რომელიც მივიღე. წამოვედი სამსახურიდან, რაღაც პატარა დანაზოგი მქონდა, ვიცოდი, რომ 2 წლის განმავლობაში უნდა მესწავლა და ეს ამ 2 წლის განმავლობაში, მშობლებთან ცხოვრობდი, სახლი მქონდა და ვიცოდი, რომ გამყვებოდა ეს ჩემი დანაზოგი, რაც მქონდა და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. ნათია გწერს, ძალიან დიდი მადლობა ნათია. ძალიან მიხარია, რომ ბევრი მიყურებთ და მწერთ. მოკლედ, წამოსული ვარ სამსახურიდან და უნივერსიტეტი აღარ მაქვს. დიზაინის განხრით, რაც მოვძებნე, ისევ დამეხმარა ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, დავგუგლე, ინტერნეტში მოვძებნე და რაც ვნახე, კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით, ყველა უნივერსიტეტის მაგისტრატურა სჭირდებოდა წინაპირობად, რომ ბაკალავრიატიც იგივე სფეროში მქონდა დამთავრებული. მე კიდე მქონდა ბიზნესის ადმინისტრირება. ამ მომენტში გამოჩნდა ზისფიოებით გარშემორტყმული კურსი, რომელიც იმ წლის დაწყებული კურსი იყო, ჯიპას ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერია და იქ შედიოდა როგორც პროგრამირება, ისევე დიზაინის ელემენტები. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შემთხვევით მოვხდი პროგრამირებაზე. იმიტომ რომ რატომღაც მეგონა, რომ პროგრამირება იყო რაღაცნაირი რთული და რაღაცნაირი პროფესია. ამაზეც მინდა გავამახვილო კიდე ყურადღება, რომ თუ ეხლა გვიყურებთ ადამიანები და რაღაცა რატომღაც ვიყოფით ხოლმე ადამიანებად, რომლებსაც გვაინტერესებს ან ჰუმანიტარული საგნები და ან ტექნიკური საგნები.
და ესე ვამბობთ და ესე გვეუბნებიან, რომ პროგრამირება არის 100%-ით ტექნიკური საგანი და თუ მაგალითად სკოლაში სწავლისას არ მოგწონდა მათემატიკა, ფიზიკა და სხვა ტექნიკური საგნები, სურა მოგწერა ლინკების სლაიდზე თუ შეგვიძლია დავბრუნდეო, ლინკის სლაიდის ლინკს გამოვაგზავნი, რომ დავამთავრებთ მერე. ანუ კომენტარებში დავდებ პრეზენტაციის ლინკს, რასაც მივყვები და მოდი თან დავბრუნდები, მაგრამ გამოვაგზავნე და ჯობია იქიდან გადავხრეთ. აი ეს არის ლინკი. მე გამოვაგზავნე კიდეც ბოლოში. და მოკლედ ვამბობთ, რომ პროგრამირება არის ტექნიკური პროფესია. ჯერ ერთი სკოლიდან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ გადავწყვიტოთ, რამდენად მოგწონს რაიმე საგანი. ეს ერთი, იმიტომ რომ შეიძლება არ მოგწონდა უბრალოდ იმიტომ, რომ მაშინ არ მოგწონდა, როცა პატარები ვიყავით, ან ფლად კარგი მასწავლებელი არ ყავდა და ასევე კიდე ერთი, პროგრამირება არ არის 100% ტექნიკური საგანი. პროგრამირება არ არის საგანი, რომელიც არის მოსაწყენი, რაღაც ძალიან რთული და ასე შემდეგ. შეხედეთ ამას, როგორც ჩემთვის მაგალითად არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა ხოლმე ჰუმანიტარული საგნები. მართალია გამომდიოდა და ასევე მომწონდა ტექნიკური საგნებიც, მაგრამ უფრო მეტად ჰუმანიტარულისკენ ვიხლებოდი. ხელოვნება, წიგნები და ასე შემდეგ. საერთოდ არც კი მიფიქრია, იმდენად არ მქონდა ინფორმაცია, რომ არც კი მიფიქრია, რომ შეიძლება პროგრამირება საჩემო ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფეროვანი, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი ჩემთვის და აი ძალიან გავს პაზლის აწყობა, საერთოდ თუ ვინმეს გიყვართ, როდესაც გაქვთ პროგრამირების პატარ-პატარა კომპონენტები, რომლებიც კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ერთმანეთს რაღაც თანმიმდევრობით უნდა დააკავშიროთ. ასევე მაგალითად ძალიან გავს, მოკლედ კარგია დამიჯერეთ. შეგიძლიათ ასევე სცადოთ ამ ლინკებიდან, რომლებიც გამოგიგზავნეთ, უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან დიდი ხანი გამიგზავდეს, ამიტომ შემდეგზე გადავალ. და მოკლედ წამოვედი ამ სამსახურიდან და შემთხვევით აღმოაჩინე ეს პროფესია, პროგრამირების პროფესია, რომელიც იმ წლის დაწყებული იყო და მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა და დავრეკე, გავესაუბრე სანდროს ასათიანს, რომელსაც ჰქონდა ლაივი ადრე, რომელიც ჯეოლოგიის რექტორია და ასევე ჯიპაშიც ამ პროექტის ხელმძღვანელი იყო და მოკლედ მივედი ამ კურსზე და კურსზე პირველივე ლექცია, რაც მქონდა მონაცემთა ბაზები, რომელიც საკმაოდ ესეთი თუნდაც პროგრამირებაში რაღაც ცოტა ძიმი არის პირველ ლექციად. ეს რო გავიგე, მაშინვე მივხვდი, რომ აი ეს პროფესია მიყვარდა და თქვენც ეგრე გექნებათ, როცა იპოვით. ალბათ. მოკლედ დაახლოებით რამდენიმე თვის მერე ოქტომბერში დავიწყე სწავლა და მაისში, უბრალოდ მარტში მქონდა პირველი შეკვეთა თვითონ უნივერსიტეტისგან, შემდეგ ჯეოლოგიისგან და ესე ნელ-ნელა დავიწყე. პირველი კურსი დამთავრებული არც მქონდა, როდესაც დავიწყე. და ესეც ერთ-ერთი იმის გამო იყო, რომ მთლიანად გადავეშვი ამ პროფესიაში და ძალიან დიდ დროს უთმობდი. თითქმის ჩემ მთელ დროს უთმობდი ამას და ამავე პროფესიამ მასწავლა დაგუგლა, ანუ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარიც ამ პროფესიამ მომცა კიდევ ბევრ სხვა ბედნიერებებთან ერთად. აქ არის მოკლედ რამდენიმე მესიჯი, რომელიც მინდა რომ გითხრათ. პირველი მესიჯი ეს არის, რომ არასოდეს არ არის გვიანი პროფესიის შეცვლა. თუ არის რაღაცა, რაც არ მოგწონთ, არასოდეს არ იფიქროთ, რომ არის გვიანი. რა ვიცი, ხა მე მოგიყვანდით მაგალითად ჩემ მაგალითს მოგიყვანთ, ხა მე ვიყავი 24 წლის, როცა პროგრამირების სფეროში გადმოვედი, რაც მაშინ მეგონა რომ ძალიან გვიანი იყო და არ გამოვიდოდა. ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც უფრო დიდი ასაკის იყვნენ და მაშინ შეიცვალეს პროფესია. და რა ვიცი, მოკლედ არ არის გვიანი არასოდეს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და კიდე ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ რაღაცა არ მოგწონთ, ესეც მიწერია, მოიფიქრეთ, დაგეგმეთ და შეცვალეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი არის იმისი, რომ ის რაც არ მოგწონთ, არც არასოდეს არ შეიცვალოს და რეალურად შეიძლება პრობლემა იყოს არა იმაში, რომ ეს კონკრეტული თქვენი საქმე, ეს კონკრეტული თქვენი სამსახური არის ცუდი, არამედ ზოგადად ეს სფერო არ არის სათქმელო და ამიტომ აქედან გამომდინარე არ მოგწონთ შეიძლება თუნდაც თქვენი სამსახურები. შესაბამები მოსულა, შესაბამები ცუდი არ არის პირიქით და ასევე აუცილებლად, აი
არავის არ დაუჯეროთ, ვინც ამას გეტყვით. აუცილებლად არსებობს ისეთი პროფესია და საქმე, რომელიც არის სათქვენო. შეიძლება ზოგს დიდხანს მოუწიოს ძებნა, ზოგს ნაკლებით რო დაჭირდეს, მაგრამ აუცილებლად გარანტია როგორ მოგცეთ. ნამდვილად არსებობს ეგეთი საქმე, უბრალოდ თქვენ უნდა შეგეძლოთ და უნდა იცოდეთ, როგორ მოძებნოთ. და ერთ-ერთი გზა უკვე წინა სლაიდებზე ამ გზაზეც ვილაპარაკეთ. შემდეგი, ახლა პროგრამირების პროპაგანდა შეგვირდით და ეს არის სლაიდი, რომელზეც ეს პროპაგანდა გვაქვს. და რამდენიმე კომპონენტი არის, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, რაც მე მომეწონა ამ პროფესიაში. პირველი არის, რომ შეიძლება რომ პროგრამირება ისევე როგორც სხვა პროფესიები ვისწავლოთ დამოუკიდებლად ჩვენით და ვისწავლოთ უფასოდ, თუნდაც იმ ლინკებიდან, რაც გამოვაგზავნე. ასევე შეიძლება სხვა პროფესიებზეც იგივე. ამი რა მომწერა ფრონტენდზე მუშაობ თუ ბექენდზე, ორივეზე მუშაობ, ფულსტეკ ვებ დეველოპერი ვარ. ხო, მეორე არის, რომ ახლა კარგი დროა ახალი პროფესიის მისაღებად. ეს უკვე გითხარით ამ პერიოდში. მესამე არის, რომ პროგრამირება ისევე როგორც სხვა რამდენიმე პროფესია, მე უბრალოდ ჩემ პროფესიის პროპაგანდას ვეწევი, არის ძალიან მოთხოვნადი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი სწავლობს ამ პროგრამირებას, მაინც არის კადრების ნაკლებობა. არიან. ძალიან მოთხოვნადია და თუ ისწავლით და თუ კარგად ისწავლით და გეცოდინებათ კარგად, არასოდეს არ დარჩებით სამსახურის და რაღაცების გარეშე. თუ რა თქმა უნდა ისწავლით და თუ იცით ასევე გზები როგორ უნდა დაუკავშირდეთ პოტენციურ დამსაქმებელს და ასე შემდეგ. რაც LinkedIn-ი არის ერთ-ერთი კარგი სოციალური ქსელი მაგისთვის და ამ სლაიდში ასევე ჩემი LinkedIn-ის ლინკსაც დავდებ, რომ შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ, დამიკავშირდეთ და რა ვიცი, კარგია მოკლედ LinkedIn-ი თუ დაგჭირდებათ სამსახურისთვის, მე მაგალითად ძალიან ხშირად წერენ ხოლმე მაგასთან დაკავშირებით. სლაიდის ალბათ დასაწყისში ან ბოლოში ჩავდებ ჩემი LinkedIn-ის და Facebook-ის ლინკებს და შეგიძლიათ კითხვებიც მომწეროთ და LinkedIn-საც დავნეკობთ. ნიკოლოზმა მოგწერა ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზა, ძალიან მიხარია. აი ესეთ კარგი დღეა, ბედნიერი დღეა. მადლობა თქვენ. კარგი, შემდეგი არის, რომ პროგრამირების პროფესიაში თქვენი სამუშაო არის გაზომვადი. მაგალითად, როდესაც მუშაობთ ხოლმე სხვა ადგილებში, შეიძლება იქაც იყოს თქვენი სამუშაო გაზომვადი, მაგრამ ხშირად მუშაობთ ხოლმე ისეთ პოზიციაზე, რომელსაც ან არ აკვირდებიან, შეიძლება არ აინტერესებთ, ან თქვენი მუშაობა შეიძლება იკარგება ჯგუფის მუშაობაში. ამიტომ ხშირად მე მაგალითად მქონია შემთხვევები, რომ მქონდა იდეა, როგორ შეიძლება და საქმე მეკეთებინა უკეთესად, ეს იდეა გავაჟღერე, ამ საქმის გაკეთება მომიწია მე და ხელფასი დარჩა იგივე. ამიტომ ესეთი ტიპის სამსახურები, როდესაც არსებობს და ესეთი ტიპის ორგანიზაციები, ადამიანებს ამ დროს, ჩემ მაგალითად გეუბნებით, ეკარგებათ ხოლმე იმის სურვილი, რომ თუნდაც რაიმე ახალი ინიციატივა თქვან, იმიტომ რომ მაინც იმათი გასაკეთებელია და ხელფასი არავის არ ეძრდება. პროგრამირების შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამუშაო არის ხოლმე ხანდახან ჯგუფური და ხანდახან ერთ პროექტზე მუშაობს ხოლმე რამდენიმე პროგრამისტი, რაც უფრო დიდი პროექტია, მით უფრო მეტი პროგრამისტი მუშაობს, მაინც კონკრეტული პროგრამისტის სამუშაო არის გაზომვადი, იმიტომ რომ კონკრეტული პროგრამისტი აკეთებს კონკრეტულ ამოცანებს. ეს ამოცანები აღირიცხება ხოლმე შესაბამის საიტებზე ან აპლიკაციებში და გუნდის ხელმძღვანელს შეუძლია ნახოს ვინ რა, როდის და როგორ იმუშავა. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო არის გაზომვადი, ძალიან მარტივად ჩანს პროგრამისტის როლი და ფასი, ასე ვთქვათ, და პლუს ამას ემატება ისიც, რომ ერთ-ერთი წინაპირობა არის იმისი, რომ შრომა და ანაზღაურება არის მეტნაკლებად პირდაპირ პროპორციული. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ ძალიან სულ ორგანიზაციებში, რომლებიც უხდიდნენ ძალიან დაბალ ხელფასს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზოგადად იშოვება, ასე ვთქვათ, ისეთი სამსახური პროგრამირების კუთხით, რომელიც კარგი არის და რომელშიც შეიძლება თავიდან, ვთქვათ, პირველი 1 წელი ან წელიწადნახევარი თლად ძალიან მაღალი ხელფასები არ იყოს, მაგრამ მას შემდეგ რაც რაღაცა გამოცდილებას დააგროვებთ, აუცილებლად თუ იქნებით კარგი თანამშრომელი, აუცილებლად
გექნებათ უკეთესი და უკეთესი სამსახურები. და ასევე ჩვენ სფეროში ძალიან კარგად მუშაობს აი სოციალური ქსელის როლიც ძალიან მაღალი არის, იმიტომ რომ ერთმანეთს ურჩევენ ხოლმე ადამიანები კარგი პროგრამის შესახებ ეუბნებიან და ურჩევენ ხოლმე ერთმანეთს და ესეც ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ვიღაცა თქვათ გვირაკავს და გვეუბნება, რომ აი ამან გვირჩია შენი თავი, ამან გვირჩია და ასე შემდეგ. კიდევ ერთი პლუსი, რაც აქვს პროგრამირებას, არის ის, რომ ფრილანსერობის საშუალებას იძლევა, თვით დასაქმებული შეგიძლიათ რომ იყოთ და თქვენით გადაწყვიტოთ, ვისთან იმუშაოთ, რა პროექტზე იმუშაოთ და ასე შემდეგ. ჩვენით ვანაწილებთ სამუშაო დროს, მე მაგალითად ამ პროექტებზე უმეტეს შემთხვევებში გარდა ლექციებისა ვარ დისტანციურად და მიწევს ხოლმე მისვლა, თქვათ, საერთო შეკრებებზე და შეხვედრებზე. იმიტომ რომ ისეთი ტიპის საქმე მაქვს, რომელიც მთავარია გაკეთდეს და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა საიდან გააკეთებ ამ საქმეს. და ასევე მთავარია გაკეთდეს კონკრეტულ დროს და როდის გავაკეთებ და თქვათ, ღამეს გავათენებ, ორ დღეს გადავაბავ და მე ერთი კვირა დავისვენ თუ დღეში 3 საათს და 4 საათს ვიმუშავებ, ეს მთლიანად ჩემზე არის დამოკიდებული და თქვენს თუ ასეთი ტიპის სამსახურები მოგწონთ, ესეც ერთ-ერთი კარგი პროფესია არის მაგ კუთხითაც. შეგვიძლია ვიმუშაოთ დისტანციურად, ეგ უკვე ვახსენე. საინტერესო პროექტები არის, ყველა პროექტი ერთმანეთისგან განსხვავდება, მუდმივად ვითარდებით, იმიტომ რომ პროგრამირება არ არის ესეთი სფერო, რომელიც შეგიძლიათ რომ ისწავლოთ ერთხელ და მორჩა, ანუ ყოველთვის რაღაც სიახლეები არის და ამ სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოთ აუცილებლად. და არ არის რუტინული სამუშაო, არის ძალიან ისეთი მრავალფეროვანი. შეგვიძლია რამდენიმე დამკვეთთან და რამდენიმე ადგილას მუშაობა, მეც ერთ-ერთი მაგალითი ვარ. და ჩვენით, როდესაც უკვე კარგი პროგრამისტები ვართ და რაღაცა გამოცდილებას დავაგროვებთ, ჩვენით ვირჩევთ ვისთან ვიმუშაოთ. ანუ ისე არ არის, რომ ოღონდ ვიღაცამ სამსახურში დავიძახოს, არა. გთავაზობენ და შენ იმ შემოთავაზებებისგან ირჩევ, რომელი გაინტერესებს, რაც ძალიან კარგი არის და ესეთი დიდ ძალას გაძლევს და შენი თავის იმედი ბევრად მეტად გაქვს, ვიდრე რაღაც სხვა შემთხვევებში, როდესაც გეშინია, რომ თქვათ ეს არის ერთადერთი სადაც შეიძლება რომ მიგიღონ სამსახურის კუთხით, რაც ძალიან სტრესული არის, მეც კარგად მახსოვს. რატო გჭირდება ინფორმაციის დამოკიდებლად მოძიების უნარი? რამდენიმე მაგალითი უკვე ვახსენე. კიდე ჩამოთვლი, იმისთვის რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და ვიყოთ თავდაჯერებულები, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენივე კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენიცვე, იმისთვის რომ ჩქარა მივიღოთ ინფორმაცია, რაც გვაინტერესებს, იმისთვის რომ სხვებს არ ვკითხოთ ხოლმე და დამოკიდებული არ ვიყოთ ამ სხვა ადამიანებზე, ასევე იმისთვის რომ მივიღოთ მრავალფეროვანი და ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული თემის შესახებ, რაც ინტერნეტში რა თქმა უნდა არსებობს და ვიცოდეთ ჩვენი პროფესია და ჩვენი პროფესიის შიგნით არსებული სიახლეები. პროგრამირებაში მაგალითად ინტერნეტის და დაგუგლის უნარის გარეშე კარგი პროგრამისტი ვერ იქნები, იმიტომ რომ ყველა სიახლე შენით უნდა ისწავლო და ყველა პრობლემა, ყველა შეცდომა, რაც კოდში გაქვს, ასევე შენით უნდა გამოასწორო, იმიტომ რომ ანუ ჩვენს პროფესიაში არ არსებობს ეგეთი შემთხვევა, რომ მე როცა პრობლემა მექნება, ვიღაცას დავურეკო და იმან მითხრას, იმიტომ რომ იმ ვიღაცას კიდე თავის საქმე აქვს. ამიტომ ჩვენით გვიწევს ხოლმე და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროფესია არის, თუნდაც მაგ კუთხით, რომ ამ უნარს გივითარებს და ჩემ შემთხვევაში ესეც აღმოჩნდა, ამან განმივითარა ინფორმაციის დამოკიდებლად მოძიების უნარი. ახლა როგორ ვეძებდით ინფორმაციას ადრე და როგორ უნდა მოვძებნოთ ახლა? მე მესმის, რომ შეიძლება ყველა ჩვენგანმა არ ვიცით ინფორმაციის დაგუგლა, ინტერნეტში მოძიება, მეც ვიყავი ასე და არანაირი პრობლემა და არაფერი საშიში და ესეთი არ დასაძრახი ამაში არ არის ნამდვილად. და მაგალითად, როდესაც მინდა უცხო სიტყვა რო გავიგოთ, რაცა მე მაგალითად იაპონურ სწავლობ და ვუყურებ ხოლმე ანიმეებს, იაპონურ ანიმაციებს, იაპონურად სუბტიტრებით და როცა რაღაც სიტყვა შეიძლება მომესმან, რაღაც სიტყვა მაინტერესებს, როგორ ვეძებ ამ სიტყვის მნიშვნელობას, ან რაღაც თქვათ ვკითხულობ რაღაცას, რაღაც ინგლისური სიტყვა არის, არ ვიცი და მინდა რომ მოვძებნო. ანუ ადრე როგორც ვიქცეოდით იყო, რომ ან ვეკითხებოდით ადამიანს, რომელმაც იცოდა, შეიძლება ცოდნოდა რომელსაც ეს სიტყვა, ან ვეძებდით ლექსიკონში. დღეს თანამედროვე პერიოდში ყველაზე კარგი მეთოდი არის, რომ ჩვენით მოვძებნოთ ინტერნეტში. დავგუგლოთ ინტერნეტში, რას ნიშნავს ეს კონკრეტული სიტყვა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ამხელა და ასეთი მნიშვნელობის
რაღაცა საშუალება ინტერნეტი მაინც რატომაც არ ვიყენებთ ხოლმე და მაინც ხშირად ჩემი თაობის ჩანზე პატარა თაობის ხალხი არც ძველ ინფორმაციის მოძიების ძველ მეთოდებს მიმართავთ ხოლმე, რაც რა თქმა უნდა პრობლემა არ არის, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებისთვის არის უკეთესი თუ ნელ-ნელა ისწავლიან თანამედროვე გზებს ინფორმაციის მოძიების. რჩევა როცა მჭირდება ასევე რაიმე საკითხის შესახებ იგივე არის, იმის მაგრად რომ ვიღაცას დაურეკო, ვინც შეიძლება ხაზზე არ იყოს, ან რა ვიცი, არ მინდა რომ შევაწუხო ვიღაცა ადამიანი, შემიძლია ეს ინფორმაცია მე თვითონ მოვძებნო. და პრობლემის გადაჭრა. თქვათ კომპიუტერმა გამიჭრა და აღარ მუშაობს. ეს არის ყველაზე ისეთი რთული ამბავი. ამ შემთხვევაში რა ვშვებით? ვურეკავთ ადამიანს, ვინც ვიცით რომ კომპიუტერებში ერკვევა, ან გგონია რომ კომპიუტერებში ერკვევა, მაგალითად მე და იმას ვეკითხებით. ამაზე უფრო მარტივი არის კომპიუტერზე განსაკუთრებით, როცა რაიმე პრობლემა არის ხოლმე, როგორც წესი ვხედავთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ errors, ანუ შეცდომის ტექსტს. თუ ჩვენ ამ შეცდომის ტექსტს დავაკოპირებთ და ჩავწერთ Google-ში და დავგუგლოთ, უმეტეს შემთხვევაში, აი აბსოლუტური უმეტესობა შემთხვევები იქნება სტატიებიც და ვიდეოებიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. მე მესმის, რომ ეს თავიდან ცოტა ისეთი არის, რთული არის და შეიძლება რაღაცა არასწორი წარმოდგენები გქონდეს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ინტერნეტის დაგუგლის პერიოდში რაიმე შეგვეშალოს. ანუ ეს არ გვეგონოს, რომ შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, ხანდახან მე მაგალითად რაღაცა რატომღაც არ ვეძებდი ხოლმე ინტერნეტში, მეგონა რომ არასწორად მოვძებნიდი რაღაცა მეშინოდა და ასე შემდეგ. ეს არ გქონდეთ, არაფერი არ შეიძლება მოხდეს, თუნდაც კომპიუტერი როდესაც გაგიფუჭდათ ისეთი, რომ მე დაგუგლოთ და იქ იყოს რაღაცა ისეთი ვიდეო, რომელიც საერთოდ სხვა რაღაცას გააკეთებ და კომპიუტერს გაგიფუჭებთ, თუ რა თქმა უნდა, ბოლომდე ამ ვიდეოს უყურებთ. ამიტომ ანუ არ შეგვეშინდეს თამამად ნელ-ნელა ვისწავლოთ ინფორმაციის დამოკიდებლად მოძიება და დამიჯეროთ ძალიან გამოგადგებათ ნებისმიერ პროფესიაში და ასევე ისედაც პირად ამბებში. რატო ვერ ვეძებთ ინფორმაციას დამოუკიდებლად? მე მაქვს ანუ ვფიქრი ამაზე, მაქვს რაღაც ვერსიები, რატო ვერ ვეძებ და რატო არ იცის თუნდაც პატარა თაობამ, ვინც თქვათ ახლა სკოლაში სწავლობს, ანუ ვინც ახლა დაამთავრა კომპიუტერთან მუშაობა. იმიტომ რომ ძირითადად კომპიუტერი მაინც ზოგი ადამიანისთვის აღიქმება როგორც გართობის საშუალება და ნაკლებად როგორც მუშაობის საშუალება, მაგრამ დღეს ყველას სჭირდება, ყველა პროფესიაში სჭირდება კომპიუტერის გამოყენება, ამიტომ ამასაც მეტი ყურადღება რომ მივაქციოთ, იქნება უკეთესი. რა შეიძლება იყოს პრობლემა? ნუ პირველი კითხვა არის თუ არა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ანუ რომ ცოტა ისტორიას რო დავუკვირდეთ, რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. ანუ ინფორმაციის გადაცემა ადამიანებს შორის იყო ყოველთვის მნიშვნელოვანესი. ის რომ ჩვენ რავი ვიცით რომ ცეცხლი წვავს, ეს არის ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ერთხელ ხელი დავადე დამწოდა იმის მერე მაგ ინფორმაცია, რომ აღარ უნდა დავადო ხელი. ჯერ გადავცემთ ერთმანეთს ინფორმაციას სიტყვიერად, მერე ვისწავლეთ ნახატების დახატვა, მერე ვისწავლეთ ნელ-ნელა დამწერლობა, რაღაცა იქ თიხის ფილებზე ვწერდით, პაპირუსებზე ვწერდით, რაღაც ტყავებზე ვწერდით, მაგრამ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, ყველა ადგილას და ყველა დროს. და გადამწერები არსებობდნენ, რომლებიც წიგნებს ესე წერდნენ, რომელიც იყო ძალიან დიდი პროცესი და მოკლედ ინფორმაცია არ იშოვებოდა ისე, როგორც იშოვება ახლა. შემდეგ გამოვიდა საბეჭდი მანქანა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ საბეჭდ მანქანასთან ერთად ასევე იყო ერთი პრობლემა, რომ მე კი შეიძლებოდა რომ ინფორმაცია მიმეღო, მაგრამ იმისთვის რომ ინფორმაცია მიმეღო, უნდა წავსულიყავი კონკრეტულ ადგილას, ეს შეიძლება ყოფილიყო, რა ვიცი, გაზეთების ჯიხური, სადაც გაზეთი იყიდებოდა, ან წიგნების მაღაზია, ან ბიბლიოთეკა, იქ უნდა ამეღო ეს წიგნი ან გაზეთი და იქ შემეძლო რომ ეს ინფორმაცია მიმეღო. შემდეგ უკვე გამოვიდა ტელევიზორი გამოვიგონეთ, რაც არხები გაგვიჩნდა, ახალი ამბები გაგვიჩნდა და აქაც პრობლემა ჰქონდა, რომ სახლში იყო ერთი ტელევიზორი და მე როცა რა მინდოდა, იმას ვერ უყურავდი. ასევე იყო პრობლემა, რომ თქვათ ახალი ამბების გამოშვება, რაც გვაქვს, მოიცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც მე საერთოდ არ მაინტერესებს და მე არ შემიძლია, რომ ჩემ ტელევიზორს უთხრა, რომ იცი რა, მე მითხარი ინფორმაცია მარტო
ხელოვნების შესახებ და დანარჩენი არ მაინტერესებს. ამას ტელევიზორს ვერ უკეთებთ. ხო, რადიო გამორჩა. შესაბამისად, ანუ მაშინ მე მაგათად მახსოვს ხერთ უცებ ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მოგიყვებით 17 წლის, როცა ინტერნეტი ჩავირთე და მახსოვს, ყველაზე კარგად მახსოვს ბიოლოგიის რაღაც დავალება მქონდა და იმისთვის რომ ეს დავალებები დაგვეწერა, შეიძლება ჩემზე უმცროსები უყურებთ, ვისაც მთელი ცხოვრება ინტერნეტი გაქვთ და დიდი მადლობა ჭაბუკა, დაახლოებით 10 ან 15 წუთში დავამთავრებთ ჩვენ ამბებს. და მოკლედ როგორ წერდით ხოლმე თემას, ანუ მივიდოდით უბნის ბიბლიოთეკაში, უნდა გვეპოვნა ბიბლიოთეკარის დახმარებით ის თარო, რომელზეც იდო ამ მაგალითში ბიოლოგიის წიგნები, ამ ბიოლოგიის წიგნებიდან სათითაოდ უნდა გადამეშალა და უნდა გვენახა სარჩევში იყო თუ არა ის თემა, რომლის შესახებაც ჰქონდა დასაწერი რაღაცა დავალება ან თემა. შემდეგ ეს წიგნები უნდა აგვეღო, მოგვეგროვებინა, წავსულიყავით იქვე მაგიდა სამკითხველო მაგიდასთან. ამ სამკითხველო მაგიდასთან ეს წიგნები უნდა გადაგვეშალა და სათითაოდ უნდა გვეძებნა აი ამ სარჩევის თავის მიხედვით ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება ყოფილიყო ჩემ თემასთან დაკავშირებული და შეიძლება არც ყოფილიყო. მე ეს მოგვენიშნა რაღაცით, ან გადაგვეწერა, იმიტომ რომ მაშინ მხოლოდ ხელნაწერი დავალებები მიიღებოდა, ნაბეჭდი არ მიიღებოდა და ესე ვასრულებით ხოლმე დავალებებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემმა თაობამ უფრო მეტად დააფასა ნაწილობრივ ვიღაცებმა ინტერნეტი, როდესაც გაგვეჩნდა, იმიტომ რომ რაც გვინდოდა, რომ არ მივსულიყავით კონკრეტულ ადგილას და შეგვძლებოდა, რომ რაღაც სიტყვების მიხედვით მოგვეძებნა ინფორმაცია, ამის საშუალება დღეს გვაქვს. ინტერნეტმა მოგვიტანა ეს. შესაბამისად, ინფორმაცია დღეს ხელმისაწვდომი არის ნამდვილად, უბრალოდ სხვა პრობლემა გვაქვს. ეს არ არის პრობლემა, ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. მურა მოგწერა, სრული ჩანწერა თუ დარჩება და წესით უნდა დარჩეს, როგორც ვიცი კი. დარჩებაო. ხო, ბოდიში. დარჩება სრული ჩანწერი კი. მეორე პრობლემა არის, ვიცით თუ არა, სად უნდა ვეძებოთ ინფორმაცია. ვიცით რომ უნდა ვეძებოთ ინტერნეტში, საძიებო სისტემაში. მე გირჩევთ Google-ის საძიებო სისტემას. Google-ში შეგვიძლია რომ ვეძებოთ. იმისთვის რომ ინფორმაცია მოვზებნოთ, უბრალოდ ჩვენს ბრაუზერში, სადაც ახლა ვარ ჩამოსული, ახალი ტაბი უნდა გავხსნათ და იმ ახალ ტაბში უნდა ჩავწეროთ ჩვენი საძიებო სიტყვები და დავაკლიკოთ Enter-ს. ეს ვიცი რომ ყველა მიცით. რეალური პრობლემა მე რაც მგონია, რატომაც უფრო მასიურად არ ვიყენებთ ადამიანები ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის, არის ეს ქვემოთ არსებული ორი კომპონენტი. პირველი არის რომ არ ვიცით როგორ უნდა მოვძებნოთ, ანუ კი ვიცით რომ არსებობს ინტერნეტი, არსებობს ბრაუზერი, ვიცით რომ შეგვიძლია რაღაცები ჩავწეროთ და მოვძებნოთ, მაგრამ არ ვიცით რა სიტყვებით უნდა ჩავწეროთ. შეიძლება 1-2 ვცადეთ, მაგრამ რაღაცა არ გამოგვივიდა და რა ვიცი, თავი დავანებთ, შევეშვით. ეს არის ერთი მიზეზი, არ ვიცით რა სიტყვებით მოვძებნოთ და ასევე არ ვიცით როცა მოვძებნით და შედეგები როცა ამოხდება, რომელი შედეგი არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. აი ზუსტად ამ ორი თემის შესახებ, თუ კიდე რამე მიზეზი არის, მითხარით და მაგაზეც ვისაუბროთ, უბრალოდ ზუსტად ამ ორი თემის შესახებ მინდა რომ შემდეგ სლაიდებზე უცებ გესაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვირწევდა. სად ვეძებთ, ვიცით რომ ვეძებთ Google-ში და როგორ და რა სიტყვებით ვეძებთ, აი ამასთან დაკავშირებით აქ მაქვს რამდენიმე რჩევა. პირველი ეს არის, როგორ მუშაობს Google და სხვა საძიებო სისტემები. რეალურად არის ესეთი შემთხვევები, რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან ბევრი საიტი, ვებსაიტი. Facebook-იც არის საიტი. რაღაცა ახლა Unilab-ის გვერდზე ვართ, Unilab-საც ძალიან მალე ექნება თავისი საიტი. რა ვიცი, კიდე რა საიტები გვაქვს? სოციალური ქსელის ყველაფერი არის ასევე საიტი. არსებობს საიტები მოკლედ, სადაც არის ინფორმაცია. ანუ საიტზე როცა შევდივართ, ხედავთ, რომ ამ საიტს აქვს მენიუ, რაღაც ტექსტები და სურათები მოკლედ. ეს ყველა ტექსტი და ყველა სურათი ინახება თუ Google-ის საძიებო სისტემაზე ვსაუბრობთ, Google-ის საძიებო სისტემის მონაცემთა ბაზაში. და დაახლოებით ასეთი შემთხვევა არის, რომ არის შენახული, ვთქვათ,
რაიმე საიტი, ვთქვათ, ილიონის საიტის მისამართი და ამის გასწვრივ, თქვათ ისე არ არის, მაგრამ დაახლოებით ესე ჩავთვალოთ, არის შენახული ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საიტზე არსებობს. ტექსტებიც და სურათებიც. ჩვენ როდესაც ინფორმაციას გუგლავთ, ანუ რაღაცა სიტყვას ან სიტყვებს წერთ Google-ში, ეს სიტყვები აიღება Google-ის მიერ და მოიძებნება ამ მონაცემთა ბაზაში. და Google ეძებს, თქვათ, მე მოვძებნა სიტყვა მარწყვი. და Google ეძებს იმ საიტებს, რომლებსაც ნებისმიერ ადგილას ტექსტში აქვს სიტყვა მარწყვი ან აქვს მარწყვის სურათი. შესაბამისად, ამ საიტებს შედეგებად მიგდებს. რაც უფრო სანდო არის საიტი, რაც უფრო დიდი ხანი არსებობს, რაც უფრო მეტი ადამიანი შედის, რაც უფრო არის გამოყენებული ეს სიტყვა, მით უფრო ზემოთ ამოდის ეს საიტი. ხანდახან გვხდება ხოლმე ისეთი შედეგი, რომელსაც გვერდზე აქვს დაწერილი სიმბოლოები A და D, ინგლისური ad, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დარეკლამებული ვერსია. ესე მუშაობს, მოკლედ, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ და მოვძებნოთ სიტყვები ისე, როგორც გგონია, რომ რომელიმე საიტზე მაინც, რომელიმე ტექსტში მაინც იქნება ეს სტატია, თუ რაიმე სხვა ტიპის ინფორმაცია, იქნება ეს სიტყვები ჩაწერილი. პირველი, რაც უნდა ავარჩიოთ, არის რა ენაზე გვინდა რომ მოვძებნოთ. ყველაზე მეტი ინფორმაცია ინტერნეტში არის ინგლისურ ენაზე, ამიტომ თუ ჩვენი საძიებო თემა არ ეხება მაგალითად რომელიმე ძველი ქართული სიტყვის მნიშვნელობას, ან რაღაცა ისეთი თემა თუ არ არის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულენოვანი, მაშინ უკეთესი იქნება თუ მოვძებნით ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ უფრო მეტი ინფორმაცია არის ინგლისურ ენაზე. თუმცა ესეც რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია. შემდეგ Google არ არის grammar nazi, რაც ნიშნავს იმას, რომ გრამატიკულად სწორი სიტყვების ჩაწერა აუცილებელი არ არის და ხშირ შემთხვევაში. შემდეგ რაც მიწერია, აქ ამას უფრო გავშლი. წერთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებს. რაც ნახეთ ახლა რას ნიშნავს. როდესაც ჩვენ მოკლედ რაღაცას ვეძებთ, მაგალითად ვეძებთ მარწყვის შესახებ რაღაცას, ხო? და ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და ყველაზე კარგი იქნება ის, თუ კონკრეტულ სიტყვას მოვძებნით მხოლოდ სიტყვის ფუძის სახით, იმიტომ რომ თუ არსებობს სამი საიტი, ერთგან ნახსენებია სიტყვა მარწყვი, ოღონდ ვთქვათ, მარწყმა, ასეთ ფორმაში, მეორეზე ნახსენებია მარწყვი და მესამეზე ნახსენებია მარწყვს. ჩვენ თუ დავგუგლავთ სიტყვას მარწყვი, ამ შემთხვევაში პირველი და მესამე უკვე გამოგვერიცხება, იმიტომ რომ ესე მოწმდება, რა აიღება ვებსაიტის ტექსტი, რომელიც არის მარწყვს და მოწმდება ეს ტექსტი შეიცავს თუ არა იმას, რაც მე მოვძებნე. მე მოვძებნე მარწყვი, საიტზე წერია მარწყვს და მარწყვს არ შეიცავს მარწყვის. იმიტომ რომ ბოლო სიმბოლო ჩემს საძიებო იმაში არის განსხვავებული. მე თუ მოვძებნი სიტყვა მარწყვს ბოლოში არსებული ის გარეშე, ანუ მარწყვი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფორმა უკვე ამ სიტყვის ავტომატურად შეიცავს ამ ჩემს სიმბოლოებს. შემდეგ მაგალითად აქ მიწერია ერთი მაგალითი ამ სლაიდზე და არის ესეთი შემთხვევა, რომ მოიცა, ცოტა გამოვალ ამას დავაკოპირებ და აი მოვძებნ. მაგალითად მე ამის ქვემოთ მიწერია ესეთი რაღაცა, რომ გუგლავთ როგორ დავგუგლავთ და სულ ქვემოთ მაგ ლინკი, რომელზეც არის ვიდეო და ამ ვიდეოს მიხედვით შეგიძლიათ რომ რაღაცები ისწავლოთ და მეც ამ ვიდეოს მაგალითები მაქვს გამოყენებული. თქვათ მინდა დავგუგლო ის რჩევები, რომელიც უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ კარგად დავგუგლო, რა სწორად დავგუგლო. ამ შემთხვევაში ნახეთ ერთი ვარიანტი, მოიცა ამას გაგიზიარებთ. აი ჩანს. ხა ერთი ვარიანტი არის ესეთი, ნუ ინგლისურად ვეძებ ესეთ სიტყვებს. How should I Google the information I'm interested in? ნუ როგორ დავგუგლო ეს ინფორმაცია, რომელიც მაინტერესებს. დავაკლიკოთ Enter-ს და დავინახავთ, რომ ამოვარდა 798 მილიონი შედეგი. მაგრამ, როდესაც დავაკვირდებით სათაურებს, რეალურად საერთოდ სხვა ინფორმაცია არის ამ სათაურებში. ეს პირველი სტატია არის მაგალითად რაღაც distribution list მიწერია, რომელიც საერთოდ სხვა რაღაცა არის. შემდეგი არის რაღაცა Chrome-ის რაღაცის pop-up-ის შესახებ. შემდეგი არის online რეკლამების შესახებ.
შემდეგი არის რაც კოლეჯის ბიბლიოთეკა და სტუდენტური კულტურა. ანუ მე კი მოძებნა ის რაც მაინტერესებდა, მაგრამ ეს ჩემი საძიებო სიტყვები იყო იმდენად ზედმეტი ინფორმაციის შემცველი, რომ ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა და რადგან არც ერთი ონლაინ სტატია ან საიტი არ მოიძებნა, სადაც ეს ამდენი სიტყვა იგივე თანმიმდევრობით იყო დაწერილი, ამიტომ ამომიგდო ისეთი შედეგები, სადაც ეს სიტყვები კი შედის, მაგრამ ცალ-ცალკე შედის სხვადასხვა ადგილას და არა იგივე თანმიმდევრობით. თუ მინდა დავგუგლო, როგორ დავგუგლო, ყველაზე კარგი არის ეს წინადადება ტექსტი how to google, როგორ დავგუგლო. მარტივი არის უფრო მეტად. იდეა იგივე აქვს, მაგრამ უფრო მარტივი არის. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ბევრად მეტი შედეგი გვაქვს, არის 9 მილიარდ რაღაცა შედეგი. და სწორი შედეგები ამომიგდო, ნახეთ, how to use Google search, როგორ გამოვიყენოთ Google-ის ძებნა, რაც ნამდვილად ეს მინდოდა, როგორ მოვძებნო Google-ზე, ესეც Google-თან დაკავშირებული, 20 რჩევა როგორ მოვძებნოთ კარგად Google-ში და ასე შემდეგ. ანუ ამითი მინდოდა იმისი თქვა, რომ მაქსიმალურად მოკლედ და მაქსიმალურად ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვები ჩავწეროთ ხოლმე და დანარჩენს უკვე Google-ი თავისით გააკეთებს. არ გვინდა ძალიან დიდი რაღაცების ჩაწერა და მთელი ისტორიის მოყოლა არ გვინდა, რომ დღეს ჩავრთე კომპიუტერი და რაღაც არ მუშაობს, არ მივწეროთ. კომპიუტერი არ მუშაობს, მხოლოდ ეს. ეს ყველაფერი ახლა მე რასაც გიყობით, მესმის რა ცოტა ისეთი არის, რთული არის, ისიც უნდა იყოს. დაგეხმარებათ რამდენიმე რჩევა, რომელსაც კიდე გეტყვი და ასე თქვენ თვითონ მიხვდებით როგორ ჯობია რომ დაგუგლოთ ხოლმე რაღაც ინფორმაცია და ასევე შეგდახვდეთ და რაღაცები ვიტყვით. კარგი, შემდეგი თემა დავუბრუნდეთ ჩვენს პრეზენტაციას არის კონკრეტულ საიტზე ინფორმაციის მზადება. მაგალითად, მე შემიძლია მოვძებნო სიტყვა პროგრამირება. ქართულად მოვძებნეთ და აკადემიის საიტი, არის ჯეოლოგიის საიტი, არის სხვადასხვა საიტი და რომ კონკრეტული ჩემი საძიებო სიტყვა ან სიტყვები მოვძებნო არა ყველგან მთელ Google-ში, არამედ ერთ რომელიმე საიტზე, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი. წერთ პროგრამირებას, ვაკეთებ space, აი ნახეთ აქ უკვე დაწერილი მაქვს. წერ სიტყვას ინგლისურად site, ანუ საიტი, ორი წერტილი და იმ საიტის მისამართი, რომელზე არსებული, ეგეც მინდა რომ ამომიგდოს მხოლოდ. ნუ ჩემ შემთხვევაში მოდი geolab.edu.g მოვძებნოთ, დავკლიკოთ enter-ს. როგორც ხედავთ, შედეგი გახდა 123, ანუ შემცირდა და აი ამ ადგილს თუ დავაკვირდებით, აი ამ ზედხენს, მხოლოდ geolab.edu.g საიტს მოძებნილი სიტყვა პროგრამების შედეგები, რაცა მგონი ინტერნეტი უჭირავს. არა. გამომივა ისეთი შედეგები, რომლებშიც სიტყვები ზუსტად იგივე თანმიმდევრობით არის დაწერილი, მაგრამ გამომივა ისეთებიც, სადაც ეს სიტყვები კი ფიგურირებს, მაგრამ არეული არის. მაგალითად, აი აქ, ნახეთ, აი სად არის. ან აი აქ, ნახეთ. რაღაც სიტყვები არის, question, რაღაც სიტყვები არის, მაგრამ თლად ბოლომდე არა. მე თუ მინდა რომ მხოლოდ ის შედეგები გამომივიდეს ვიზუალში შედეგებში, რომლებიც ზუსტად ამ თანმიმდევრობით და ყველა ამ სიტყვას შეიცავენ, ანუ დაახლოებით როგორც თითქოს აღვიქვათ, რომ ეს არის ციტატა, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჩვენი საძიებო ინფორმაცია ჩავსვათ ბრჭყალებში, თავში და ბოლოში მივუწეროთ ბრჭყალები. იმის შემდეგ რაც ბრჭყალებს მივუწეროთ, ნახეთ, ჩემ შედეგებში ზუსტად ეს ფრაზები, სადაც ფიქსირდებოდა იგივე სიტყვების თანმიმდევრობით, მხოლოდ ისინი გამომივიდა. ესაც შეიძლება რომ გამოვაკეთოთ, მე მაგათაც ძალიან მოტოვებული
აი მახსოვს რომ თქვათ აი ვიდეო მაგ დალინკული წინა სლაიდზე და იქ არის ეს მაგალითი და ძალიან და პირდაპირ ეს მაგალითი ხო ეს მაგალითი გამოვიყენე ნახეთ თქვათ მახსოვს რომ არის რაღაცა რომელსაც რაღაც სიტყვა არ მახსოვს, არ ვიცი ეს სიტყვა. უბრალოდ თუ მოვძებნი a little philosophy, ამ შემთხვევაში ამოხდება ძალიან ბევრი შედეგი და რეალურად რაც მე მინდა, იმას ვერ ვიპოვე, ნახეთ, რაღაცები პირდაპირ a little philosophy და მომიძებ. მაგრამ თუ მე ვიცი რომ სადღაც ამ ჩემს საძიებო სისტემების შუაში არის ის სიტყვა, რომელიც არ მახსოვს, მე შემიძლია აქ დავწერო ვარსკვლავი. თუ ვიცი რომ ნახეთ, ამომიგდა უკვე. თუ ვიცი რომ მაგალითად დავწერე a little ვარსკვლავი philosophy. ან ნახეთ a little ვარსკვლავი, კიდევ ვარსკვლავი და philosophy. ამ შემთხვევაში ერთი ვარსკვლავის იდეაში საკმარისი არის. ამ ვარსკვლავის მაგივრად Google-მა იცის, რომ უნდა მომიზამოს ისეთი შედეგი, რომელიც იწყება აი ამ სიტყვებით, მერე არის რაღაც სიტყვა, ან რაღაც სიტყვები ვარსკვლავების ადგილას რაღაც არის და შემდეგ თავდება ამითი. ამიტომ როდესაც ვარსკვლავს ვიყენებ ამ შემთხვევაში ვარსკვლავის მაგივრად ფიქრობს რომ რაღაც სიტყვა ჩასვას. თუ არის რაიმე შედეგი რომელიც ამ პირობას აკმაყოფილებს, მაშინ ნახეთ აი ამომიგდო a little history of philosophy. აი ციტატაზე შეიძლება რაღაც სიმღერის სიტყვები ვთქვათ ვიცით და რაღაც არ გვახსოვს ამ სიმღერის სიტყვაში შეგვიძლია ჩავწეროთ სიტყვა და სადაც გგონია რომ დავიწყებული სიტყვა არის იქ ვარსკვლავი. შემდეგი არის რომელიმე შედეგის გამორიცხვა. მაგალითად, აი მოვძებნოთ ესეთი სიტყვა. ეხლა ვეძებდი და ესეთი მაგალითები მაქვს მოტანილი, რაც ვიცი რომ მუშაობს კარგად. სიტყვა პარლამენტი, ვთქვათ რა. და მაგალითად, აი რაღაც შედეგები ვთქვათ, აი ნახეთ, პირველი არის Parliament G. კიდე Parliament G, Wikipedia და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაცა მინდა რომ მინდა მოვძებნო შედეგები, სადაც არის ნახსენები სიტყვა პარლამენტი, მაგრამ საიტი Parliament G არ მაინტერესებს. ამ საიტზე რაც წერია, ის არ მინდა. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევი? ვაკეთებ აქ space წერ მინუს ტირეს და წერ გაქო მიწერილი. აგემიწერე ნახეთ. იმ საიტის სახელს, რომელიც საიტიც არ მინდა რომ შედეგებში ამომიგდეს. მინუს Parliament G. და ნახეთ, როდესაც ქვემოთ ჩამოვსკროლავთ პირდაპირ იწყება Wikipedia-დან. წინა შემთხვევაში იყო Parliament G. ესე შეგვიძლია კიდე მეორე თუ მინდა რომ გამოვიცხოთ, თქვა onG, space ვაკეთებ, კიდე მინუსი და წერ onG-ს და უკვე onG-საც აღარ მანახებ საერთოდ შედეგებში. იგივე მაგალითზე მაგალითად აი მოვძებნოთ სიტყვა Jaguar-ი, ეს ხშირად ამას ვამბობ ხოლმე და გადავიდეთ სურათებზე. თუ ვიცით რომ Jaguar-ი არის მანქანაც და ცხოველიც. მე თუ მინდა რომ მხოლოდ ცხოველი Jaguar-ი დავინახო, წერ Jaguar-ის გვერდზე space, ადგილს გამოვტოვებ, მინუს და car, ანუ მანქანა. ამაზე კლიკის შემდეგ უკვე დავინახავ უკვე ცხოველებს. აქ არის კიდე გაპარული არის მანქანები, ან რაღაც მომენტში რომ ჩამოსქოლა შეგხვდება. მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის, ეს იმისი ბრალი არის, რომ ვისაც აქ ეს ფოტო ატვირთული საიტზე, იქ არასწორად აქვს ბიჩითებული ინფორმაცია მანქანა არის თუ ცხოველი დაახლოებით. შემიძლია გამორიცხო მანქანაც, კიდე გავაკეთო space-ი, კიდე დავწერო მინუსი და დავწერო animal, რაც მომიძებნის Jaguar-ს, ოღონდ არა მანქანას და არა ცხოველს. ნახეთ, მანქანა მაინც ამოაგდო იგივე მიზეზის გამო. ან შეგვიძლია პირდაპირ გავაკეთოთ მინუს animal და გამოგაგდებს მხოლოდ მანქანებს. უმეტეს შემთხვევაში მუშაობს ძირითად ალბებში. შემდეგი გვაქვს ფოტოების ძებნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ახლა რასაც ვეგეუბნებით, პრეზენტაცია უბრალოდ არ ჩანს ჯერჯერობით. პრეზენტაციაში ეს ყველაფერი წერია, ეს მაგალითები და გამოგიხსნით ამას. ну მაგალითისთვის ფოტოს შემთხვევაში რატო გჭირდება რომ აი ამას მორჩები და გიპასუხეთ. რატო გჭირდება რომ ეს გავაკეთოთ? ну ხანდახან ხდება ხოლმე რომ რაღაცა ინფორმაცია ვრცელდება ონლაინ და ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე და ჩვენ არ ვიცით ეს სიმართლე თუ არა და გვჯერა. ან არ გვჯერა. იმისთვის რომ ეს გადავამოწმოთ, პირველ რიგში თუ არის რაღაცა სტატია, შეგვიძლია რომ ეს სტატია დავაკოპიროთ და მოვძებნოთ Google-ში. ან თუ სტატია იყენებს სურათს, მოვძებნოთ ეს სურათი მართლა
ის არის თუ არა როგორც გვეუბნებიან. ну თქვათ ადამიანმა რაღაც სურათი დადო და გაინტერესებს ის არის თუ ინტერნეტიდან აქვს ეს სურათი აღებული ან დადეს რაღაცა სურათი და გაინტერესებს ახლანდელი არის თუ 3 წლის წინანდელი არის ეს სურათი. ესეთ შემთხვევაში ვიქცევით შემდეგნაირად. ეს შეიძლება ვიყოთ Facebook-ზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ახლა მე შევალ Pinterest-ზე. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი სოციალური ქსელი არის და მაგალითად ამ ადგილას მოვძებნი რაიმე სურათს, რა ვთქვათ, აი მოდი ეს იყოს. ყვავილების ქოთანი. ამასი. მაინტერესებს, ანუ რის გაკეთებას ვცდილობ. მინდა რომ ეს სურათი მოვძებნო Google-ში. ამიტომ სურათს გავაკეთებ მარჯვენა კლიკს და დავაწვევი search Google for image. ამ სურათის მიხედვით Google აკეთებს ძებნას, რომელ საიტებზეც ეს სურათი არსებობს, იმ საიტების ჩამონათვალს მიკეთებს. ნახეთ, ამ შემთხვევაში ეს არის, როგორც ხედავთ. და მსგავს სურათებსაც ასევე. და აი ამ საიტზეც არსებობს. აქაც არსებობს სხვადასხვა ისევ Pinterest-ის სხვადასხვა პინები არის. აი ამ საიტზეც არსებობს, ნახეთ etsy.com-ზე. და ასე შემდეგ. მეორე გზა როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, არის რომ შევდივართ Google-ში. მე ეს არ ჩანს ბოდიში. ერთად გაგეზერებთ ხოლმე. აი ეს არის search Google for image, just კლიკის შემდეგ ეს გვერდი გაიხსნა და ეგ ნახეთ ეს სურათი არის და იქ ქვემოთ არის მაგალითად 1 2 3 4 5 ლინკი, რა სადაც ეს სურათი დევს. ამ მეთოდით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად რაღაცა ნახატი მოგეწონათ და გინდათ გაიგოთ ვინ არის ავტორი, შეგიძლიათ მარჯვენა კლიკი გააკეთოთ search Google for image და ამ სურათის სახელს გაჩვენებთ უკვე Google-ში გეტყვით, დაგიწერთ აქ. მეორე გზა როგორ შეგვიძლია რომ მოვძებნოთ სურათი, თქვათ თუ ჩვენი კომპიუტერიდან გვინდა ატვირთვა, შევდივართ Google.com-ზე, ვაწვევით აი images და ამ ფოტოაპარატის აიკონზე კლიკით შეგვიძლია ავტვირთოთ ლინკი სურათის, რომლის მოძებნაც გვინდა, ან upload an image-ზე და choose file-ზე კლიკით ჩვენი კომპიუტერიდან ავტვირთოთ რაღაც სურათი, რომელსაც Google-ში მოვძებნით. დავხუროთ მოდი ეს Pinterest-ი და გავაგრძელოთ. შემდეგი რა გვაქვს? ხო, მსგავს საიტებზეც მინდა რომ გითხრათ, ახლა მაგალითად შევალ. დავწერ და მე გაგეზიარებთ ასევე ამასაც. მგონი აღარ გიზიარებთ. კაი, მეც ახლა გამოჩნით. ბოდიში. კაი, და თქვათ, ესეთი რაღაც მაინტერესებს, რომ ეს ცოტა ნაკლებად გამოსაყენებელია, მაგრამ მაინც თქვათ, არის საიტი, რომელიც ძალიან მომწონს. Pinterest.com-ი და მინდა რომ ამ საიტის მსგავსი საიტები ვნახო. წერ სიტყვას related, ორი წერტილი და საიტის მისამართს. ამ შემთხვევაში, რადგან Pinterest-ი არის სოციალური ქსელი, ამიტომ აქაც სოციალური ქსელები ამომიხდა. შეიძლება გამოგადგეთ, შეიძლება არა. და ასევე შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მოძებნა. მაგალითად, მინდა რომ მოვძებნო PDF-ი. ვთქვათ, მოდი ახლა ჩავწეროთ ერთი ძალიან კარგი წიგნია, რომელიც ძალიან მიყვარს. ქვია ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები. ესე ქვია My Family and Other Animals. უბრალოდ ამ წიგნის სათაურს, როდესაც ვწერ, ძალიან ბევრი შედეგი მიხვდება, რაც Wikipedia, Goodreads-ი, ფილმიც არსებობს და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ინფორმაცია. მე თუ ვეძებ ამ წიგნის PDF ვერსიას, უნდა მოვიქცე შემდეგნაირად. წიგნის დასახელების შემდეგ ვაკეთებ space და ვწერ file type 2 წერტილი PDF. File type ნიშნავს, რომ ფაილის ტიპი, რასაც ვეძებ, უნდა იყოს PDF ტიპის და ამის შემდეგ ნახეთ აი აქ Google-ის შედეგებზე აი ამ ადგილას აწერია ყველას PDF-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომიძებნა ეს სახელწოდება, ოღონდ მომიძებნა ისეთი შედეგები, რომლებიც არის არა საიტის ტექსტი, არა ვთქვათ რაღაც სხვა, არამედ PDF ტიპის ვერსია და მართლაც ამ PDF-ზე კლიქს რო გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ შევალთ ამ წიგნის PDF ვერსიაზე.
ანალოგიურად შეგვიძლია თუ ვეძებთ თქვათ Word-ის ფაილს ან ტექსტურ ფაილს, დავწეროთ PDF-ის მაგივრად doc და თუ ვეძებთ Excel-ს XLS ესეთი სიმბოლოები. ეს ყველაფერი ნახეთ PDF-ი არის. ეს ყველაფერიც პრეზენტაციაში მიწერია. აი, ახლა ისე გავაზიაროთ ჩვენი პრეზენტაცია და ამასაც ვიტყვი და შემდეგ კითხვა იყო და იმას ვუპასუხებ, რომელი შედეგი გჭირდება. ანუ პირველი ვისაუბრეთ უკვე როგორ ვეძებთ, ეს არის რამდენიმე რჩევა, ზედა ლინკზე ამ ადგილას მე მაქვს ასევე მოცემული თქვენთვის ლინკი, რომელზეც არის ვიდეო და იდეაში ამ ვიდეოში რასაც ლაპარაკობს ეგ უკვე გითხარით, შეგიძლიათ ასევე how to Google სიტყვები ინტერნეტში მოძებნოთ და სხვა ვიდეოები და სხვა სტატიებიც ამაზე ნახოთ. მას შემდეგ რაც მოვძებნით, რომელი შედეგი გვჭირდება. როგორც წესი, პირველი შედეგი, რომელიც ამოხდება, ეს ჩვენთვის არის საკმარისი. ამას თუ რომელი შედეგი გჭირდება, ნაკლებად შემიძლია რომ აგიხსნათ, ალბათ უფრო ჯობია რომ გამოცდილების მიხედვით თავად დააგროვოთ. მე მაგალითად, როდესაც პროგრამირების კუთხით რაღაცებს ვეძებ ხოლმე, არის რამდენიმე საიტი, რომელსაც ვენდობი და იმ საიტზე არსებულ სტატიებს უფრო ვნახულობ ხოლმე და თქვენ შემთხვევაშიც ანუ იმის მიხედვით რას ეძებთ, კონკრეტული შედეგი გჭირდება. თუ საიტს მიაქცევთ ყურადღებას და ალბათ უფრო მოკლედ თქვენთან ეს რომელი შედეგი გჭირდება, ეს უფრო საკუთარ გემოვნებაზე არის, უფრო მეტად დამოკიდებული, როგორც წესი, რანგირება კარგად არის ხოლმე და პირველი შედეგი გვადგება. ჭაბუკას კითხვა ხო, აი, ვისაც мотиваცია აქვს, ამაზე თავიდან ვისაუბრეთ და შეგიძლიათ რომ გადაახვიოთ თავიდან მიყუროთ, იმიტომ რომ ამაზე ვილაპარაკეთ და თუ კიდე კითხვები გექნებათ, მე მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. და ეს იყო მოკლედ ჩემი მთელი რჩევები ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით, ეს ბოლო სლაიდი გადაგვრჩა. და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ იმ რჩევებს, იმ თემებს, რომლებიც დღეს მქონდა მომზადებული. პირველი ეს არის, რომ ვეძებოთ მანამ სანამ ვიპოვით, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს ისეთი სფერო, ისეთი სამსახური, ისეთი პროფესია, რომელიც არის სათქვენო. ამიტომ რაც არ უნდა დიდი დრო დაგჭირდეთ, ჩემი რჩევა იქნება რომ ეძებოთ, იმიტომ რომ ძალიან მე მახსოვს როგორ ვიყავი, როცა ცუდ ადგილას და არასწორ ადგილას ვიყავი და თქვენ შემთხვევაშიც ბევრად უფრო კარგი არის თუ თუნდაც ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებათ რომ ეძებოთ, ვიდრე დარჩეთ იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის ცუდი არის და რომელიც არ გაინტერესებთ. ამიტომ სანამ არ იპოვით, ჩემი რჩევა იქნება რომ ეძებოთ, დარწმუნდით რომ თქვენი ძიების გზა არის სწორი და დღეს ვისაუბრეთ და რამდენიმე რაღაცა საკითხს შევეხეთ, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ რომ მოძებნოთ, სად მოძებნოთ, როგორ მოძებნოთ. მეორე, არასოდეს არ არის გვიან პროფესიის შეცვლა. შეცდომები არ არის პრობლემა. შეცდომების არ შეგვეშინდეს პირიქით. ძალით არ დაუშვათ, მაგრამ პრობლემა არ არის ნამდვილად. სათქვენო პროფესია და სამსახური არსებობს, უბრალოდ ჭირდება ძებნა და იდეაში რაღაც კუთხით ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ რაღაც კარგი ყოველთვის ერთი ხელის გაწვენაზე არ არის ხოლმე. თუ არ მოგწონთ, წამოდით. ოღონდ ახლა მე ცოტა ისე ვილაპარაკე, ანუ მე არ მინდა რომ ვინმეს მიცე мотиваცია, რომ და გარანტია, რომ თუ ახლა თქვა სამსახურებიდან წამოხვალთ და რაღაც ახალს ისწავლით, აუცილებლად ის იქნება ძალიან კარგი. ამის გარანტიას მე ვერ მოგცემთ. უბრალოდ წინასწარ შეგიძლიათ დაგეგმოთ, მოიფიქროთ და რაღაცა მოლოდინები უკვე გექნებათ და რა ვიცი, მეც თუ რამე შემიძლია რომ ხარ შემოგიდგეთ, დამიკავშირდით და აუცილებლად ეგრეც ვიზავ და რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ და უკეთესობისკენ შევცვლით. მაგრამ თუ რაღაცა ძალიან არ მოგწონთ, თუ გაქვთ საშუალება და სახსრები ვთქვათ, რომ რაღაც დროის განმავლობაში რაღაცა შეცვალოს, ჩემი აზრით ჯობია რომ წამოხვიდეთ. როგორ მიხვდეთ ძიების გზა სწორი არის თუ არა? ხო, ეგ ძალიან რთული არის, მაგას ვერ მიხვდებით. ეგ უკვე პირადი გამოცდილების ამბავი არის. აი, ჩემი აზრით ახლა თუნდაც აი პროფესიის ამბავზე რა. თუ პროფესია მოგწონთ და გაინტერესებთ, იმ პროფესიაში აუცილებლად რაღაცას მაინც აუცილებლად იპოვით. მე მაგალითად სხვა პროფესიებზე დიდად ვერ ვამბობ ვერაფერს, იმიტომ რომ მე რაც გამომივლია არის,
მენეჯმენტი და მსგავსი ახლომდებარე სფეროები, მარკეტინგი და ასე შემდეგ, რომელშიც ნამდვილად არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც კარგი არის და პროგრამირება. ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რომ ვცადე ახალი პროფესია, ვისწავლე, მომეწონა, წინასწარ მქონდა მოძიებული ინფორმაცია, მაგალითად, ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ვინც მითხრა, რომ კარგი პროფესია და მოთხოვნადია, ვესაუბრე ამ პროფესიის რამდენიმე წარმომადგენელს, სანამ გადავწყვეტდი, დავგუგლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროფესია რამდენად მოთხოვნადი იყო და მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ მოთხოვნადი არის და რაც ხო ვაკანსიები მოძებნე, LinkedIn-ზე მოძებნე რაღაც ვაკანსიები, ქართულ სხვა საიტებზე მოძებნე ვაკანსიები და ჯერ დავწმუნდი, რომ იყო მოთხოვნადი და მე უკვე როდესაც ვცადე, დავწმუნდი, რომ შემიძლია და საჩემო საქმეა. ეს ორი თუ არის, თუ პროფესია თან მოთხოვნადი არის და თან მოგწონთ, ჩემი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ იმ დონეზე ისწავლოთ, რომ თქვენ გახდეთ კადრი ადამიანი, რომელიც ასევე ბევრ სხვა ადამიანს და ბევრ კომპანიას უნდა თავის თანამშრომლად. ხო, სხვა არ ვიცი, სხვა როგორ შეიძლება იყოს, რომ ჩემ შემთხვევაში ასევე შეიძლებოდა, რომ არც გაემართლებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ რაღაცა პატარა ინფორმაცია მქონდა, ანუ ვიცოდი, რომ თუ მოვინდომდი ვისწავლდი და გამომივიდოდა, ვიცოდი, რომ მომწონდა და ვიცოდი, რომ გამომდიოდა და შესაბამისად მოთხოვნა რადგან იყო, ვიცოდი, რომ ისე არ დავრჩებოდი, ასე ვთქვათ, სამსახურის garaში არ დავრჩებოდი და ესეც მოხდა. თქვენ შემთხვევაშიც ალბათ ეგ იქნება ყველაზე ისეთი გზა. მით უმეტეს ახლა დეგორი გზა არის, რასაც გირჩევთ რა. სხვა უკვე რაღაცა ცოტა გამართლებაზეც არის, ცოტა რაღაც თქვენზეც არის, ანუ რამდენად რაღაცები რამდენად მოგწონთ, რამდენად რაღაც სფერო გამოგდით. ისიც არ იქნება პრობლემა ვთქვათ, რომ სწავლოთ რაღაც სფერო და არ გამოვიდეს, ან სწავლოთ რაღაც სფერო და თუნდაც თქვენთვის იყოს ან ზედმეტად მარტივი, ან ზედმეტად რთული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა პროფესია, ყველა ადამიანისთვის არ არის, ბოლოს საჭირო არის რომ იპოვოთ და ეს ორი რჩევა და შემიძლია მოგცეთ რა, ერთი რომ წინასწარ მოძებნეთ რაიმე პროფესია, მაგალითად ონლაინ კურსი აიღეთ, ერთი დღე ჩაუჯექით ამ იმას კურსებს, ვთქვათ, სცადეთ პროგრამირებაზე ცოტა გჭირდებათ, პირადად მომწერეთ და მეგრჩევთ რომელი სფეროთ შეიძლება რომ დაიწყოთ. ვთქვათ, სცადეთ პროგრამირების კურსი ერთი დღე, ვთქვათ, 3-4 საათი უყურეთ ონლაინ კურსს, რომლის ონლაინ კურსის საიტების ლინკები ამ სლაიდში მაღლა მაქვს და ამ მთლიანი პრეზენტაციის ლინკს დაგიდებთ. შეხედეთ, თუ მიხვდით რომ მოგეწონათ, შეიძლება გააგრძელოთ. თუ მიხვდით რომ არ მოგეწონათ, დაანებეთ ამას თავი და ვთქვათ, სხვა სფერო, დიზაინის სცადეთ, ან რაიმე სხვა სფეროს სცადეთ, ან რომელიმე სხვადასხვა სფეროს სცადეთ, რომელიმე აუცილებლად მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, ყველა პროფესია ონლაინ შეიძლება ამ საიტებზე არც იყოს, მაგრამ თუ ეს საიტი ამ საიტიდან არც ერთი არ მოგეწონებათ, შემდეგ სხვა შეგიძლიათ სცადოთ. და მას შემდეგ რაც მიხვდებით, რომ რაღაცა მოგწონთ, უკვე მოვძებნეთ, რამდენად ვთქვათ, საქართველოში არის ეს მოთხოვნადი. თუ ორივე კომპონენტი შეიცავს, უკვე შეგიძლიათ, რომ ისწავლოთ და რაღაც გამოცდილება სანამ ვთქვათ, სანამ სახლიდან გასვლა შეუძლებთ, ყოველ შემთხვევაში რაღაც გამოცდილება მაინც ცოტა მაინც დაგიგროვდება და მე უკვე შეგიძლიათ, რომ პრაქტიკა გაიაროთ, ვთქვათ, ანუ სამსახური დაიწყოთ, ან სტაჟიორად მიხვიდეთ სადმე და სამსახურის მოძებნის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი გარდა ჯობსჯი და მსგავსი საიტებისა არის LinkedIn-ი, რომელიც ძალიან კაი სოციალური ქსელია ზუსტად მაგისთვის, ბევრი ვაკანსია იდება და ბევრ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. ეგ არის ჩემი რჩევა. დანარჩენი უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენ გზას გავლით, კიდე რაღაც ახალი და ახალი თქვენი გამოცდილება იქნებათ, რომელიც ჩემი გამოცდილებისგან განსხვავებული იქნება. მე მაშინ მივხვდი, რომ ეს სწორი იყო, როდესაც ძალიან მომეწონა. პირველივე ლექცია, როდესაც ძალიან მომეწონა და შემიყვარა და მაშინ მივხვდი, რომ სწორი გზა იყო ჩემთვის. და ვიცოდი, რომ მოთხოვნადი იყო და ისე არ დავრჩებოდი სამსახურების და რაღაცების garaში. სქესი რამდენად მნიშვნელოვანია სამსახურში. ამაზეც ვისაუბროთ და დავამთავრეთ ამით, მოდი, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა. რაც შეეხება სქესს. კაი კითხვა არის.
პროგრამირებაში ძალიან ცოტა გოგო არის, ოღონდ რაც ვთქვათ, როგორც მითხრა მეტნი ვართ, მაგრამ მაინც შედარებით ცოტანი ვართ. ჯერ კიდე არის ესეთი აზრი, რომ არ არის ხო არის რაღაც შემთხვევები, როცა ამბობენ, რომ ეს არ არის გოგო ქალის პროფესია, ეს არ არის ქალის პროფესია, ეს არ არის ქალის პროფესია. მე ჩემი პოზიცია არის, რომ პროფესია და სქესი ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. თუ უნდა ადამიანს და შეუძლია ნებისმიერ რამე შეიძლება ნებისმიერ სქესის ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ რავი გონებას ჩემი აზრით ისეთ ფაქტორს, რომელიც არის შემთხვევითობა, როგორც არის თუ რა სქესით ვიბადები, არის შემთხვევითობა, ხო? ჩემი აზრით იმის გამო, რაც შემთხვევითი არის და რასაც თქვა ადამიანი შეიძლება თავისით არ ირჩევს, ამის გამო რაღაცების მიკერება ძალიან არასწორი არის. და მე მგონი რომ ეს ლოგიკური არის ეს ამბავი. ასე რომ ჩემი პირადი აზრი არის, რომ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავი ადამიანმა თავის საქმე კარგად იცოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგათად მქონია შემთხვევები, რომ უთქვამთ ჩემთვის, რომ მაგათად ერთხელ იყო შემთხვევა, რომ ჩემს კურსზე ორი გოგო ვიყავით და დანარჩენი ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთმა ადამიანმა ბიჭებს უთხრა, რომ მე რო სწავლობდიო, ჩემთან მარტო ორი გოგო იყო და ბიჭები მუშაობდნენ იმაზე, რომ გოგო საგანი არ ჩარჩენოდაო და არ გაერიცხათო და მე რო თვითონ მქონდა დაბალი ნიშნებიო და გოგოებს არ დაეხმარებთო, ესე უთხრა ჩემს და სხვადასხვა იმ საგანზე მე და ჩემი მეგობარ გოგოს ჰქონდა ყველაზე კაი ნიშნები, ასე რომ ძალიან მეწყინა მაშინ შეიძლება იხუმრა კიდეც, მაგრამ როცა არ მომეწონა ეგ ამბავი და ნუ არ სწორი არის რა ხარ როგორ გაუბრაზდე ადამიანს ეგრე ფიქრობს უბრალოდ, აკვირდ. და ასევე მქონია შემთხვევები, ყოფილა კი შემთხვევები, რომ თქვა ვიღაცას დაურეკავს ჩემთვის და რაღაცა შემიჩნევია, რომ არ მინდო ავიც ბიჭს ელოდებოდა ან ასაკზე უფრო იყო მეტად შემთხვევა, რომ რამდენჯერმე სტუდენტის მშობელი მოსულა და გაკვირვებია, რომ ესეთი ახალგაზრდა გოგო ესე ვთქვას და როცა ეგ შემთხვევების ყოფილა, მაგრამ იცით როგორ არის, არ უნდა გეწყინოთ, შეიძლება გეწყინოთ, არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგრე ფიქრობს და ყველა ერთნაირად ვერ ვიფიქრებთ, უბრალოდ ყველანაირი ბრაზის და რაღაცა ის გარეშე, უარყოფითი რაღაცების გარეშე, თქვენ საქმით უნდა დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ და მორჩა. მე მაგათად ყოველს ეგრე ყოფილა, შემიჩნევია მაგათად ყოველია 50 წლის სტუდენტი, რომისგანაც რაღაც ცოტა ისეთი შემიჩნევია, მაგრამ რაღაც ლექციაზე უკვე ლაპარაკს რა ვიწყებ ხოლმე, საქმით და საუბრით, უკვე ხვდებიან ხოლმე, რომ ვიცი ჩემი საქმე, რაზეც ლაპარაკობ, ამიტომ იმის მერე რაღაც ისინი აღარ არის ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ეგ მომენტები დღემდე არის, რომ რადგან გოგო ხარ, შეიძლება იფიქრო, რომ შეიძლება ნაკლებად იცოდეს საქმე. ძალიან ხშირად არ მხვდება, მაგრამ შემხვედრია და რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია და არასწორია. მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ჩვენი როლი არის, რომ ეგ დამკვიდრებული აზრი გავაქრწყლოთ. და ბოლოდ და ამის დავთვალოთ, მესამე და მეოთხე კომპონენტები ხო არის მონდომება და ნიჭი. რა თქმა უნდა, მონდომება და ნიჭი არის. უფრო მეტად მონდომებას ვიტყოდი, ნიჭს ნაკლებად ვიტყოდი, იმიტომ რომ ნიჭი ცოტა ისეთი ალბათ ხო ალბათ კი არის რა თქმა უნდა. მონდომება უფრო მეტად არის ვიდრე ნიჭი, იმიტომ რომ მე ვიცნობ ბევრს არა, მაგრამ ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვისაც უფრო მეტად ქონდა აღქმის უნარი და ინტელექტი, რომ რაღაცა ესწავლა, მაგრამ მონდომება არ ქონდა და ვიცნობ ასევე ერთი ადამიანი განსაკუთრებით მახსენდება, რომელსაც ძალიან დიდი მონდომება ქონდა და ამ მონდომების ხარჯზე გაასწრო იმას, ვისაც მეტი აღქმის უფრო სწრაფი უნარი ქონდა და ვისაც უფრო ჩქარა შეეძლო, რომ ესწავლა რა. თუმცა რა თქმა უნდა, მონდომებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვთქვათ, ახალ პროფესიას სწავლობ, ავტომატურად იგულისხმება, რომ მონდომებაც გაქვს რა. და გეთანხმებით, ნამდვილად ეს ორი კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი ისეთი საბაზისო ამბავი. და ბოლოს კიდე ერთხელ ამას ვიტყვი და ამით დავამთავროთ, ვისწავლოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება,
იმიტომ რომ ეს არის უნარი, რომელიც გვადგება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, გვადგება როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერ პროფესიაში, რა პროფესიაც არ უნდა იყოს ეს. და ეს გვაძლიერებს, გვხდის უფრო თავდაჯერებულებს, საკუთარ თავზე დამოკიდებულებს და ეს ყველაფერი შემდეგ აისახება და რაღაც კუთხით შეიძლება თქვენმა ცვლილებამ, თქვენმა პროფესიის ცვლილებამ, სამსახურის ცვლილებამ, თუ უბრალოდ ინფორმაციის დამოკიდებულად მოძიების უნარმა, სხვა პრობლემები და სხვა სირთულეებიც ავტომატურად მოაგვაროს, რაც ჰქონდათ. მე მაგალითად ძალიან მორცხვი ვიყავი, გაკვეთილს ვერ ყვებოდი და აი ეს კი წარმომედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა, რომ ლექცია ჩამეტარებინა ამდენი ადამიანის წინ. ეს უფრო მარტივია, მაგრამ რეალურ ლექციებს უფრო გულისხმობ, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია, მოკლედ და წარმატებებს გისურვებთ. მინდა რომ ვინც მიყურებთ და ვინც არ მიყურებთ, ყველანი იყოთ კარგად. თუ კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ რაიმე შემიძლია, რომ ინფორმაცია დამატებითი მოგაწოდოთ ან მხარში ამოგიდგეთ რამენერად, თუნდაც რაღაც ცვლილებისთვის, რაღაცა სწავლისთვის, აუცილებლად დამეკავშირდით, ძალიან გამიხარდება თუ რამეს ერთად შევძლებთ და დიდი მადლობა რომ ისმენდით. და კარგად გრძელდებათ.